საღამო მშვიდობის. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა არსებობის 22 წელს ბრძოლებში ხვდება. პარტიის დამფუძნებელი და ლიდერი მიხეილ სააკაშვილი ვივამედის კლინიკაში საკუთარი სიცოცხლის უფლებისთვის იბრძვის. თანაგუნდელები კი მისი შექმნილი პარტიის გადარჩენისა და გაცოცხლებისთვის. ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარეობის სურვილი 4 კანდიდატს აქვს. მათ შორის ერთი ნიკამელია მოქმედი თავმჯდომარეა. ლევან ხაბეიშვილი და ნონა მამულაშვილი ნაცმოძრაობიდან წასული და მერე ისევ დაბრუნებული წევრები. გიორგი მუმლაძე პარტიულ ცხოვრებას შედარებით გვიან შეერთებული, თუმცა რადიკალური პროტესტით საკმაოდ ცნობილი. ამ მოცემულობით, როცა ოპოზიციური ველის ყველაზე დიდი მოთამაშე პარტიის ერთ დროს ერთ აზრსა და ერთ პოზიციაზე მყოფი თანაგუნდელები, დღეს ერთმანეთის კონკურენტები, დისკრედიტაციის გაუმართლებელი მეთოდებით ურთიერთგაშავების რეჟიმში არიან. მარტო სახლში სინდრომით შეპყრობილი ქართული ოცნება ყველაზე ბედნიერი და კმაყოფილია. ტოპ თემა და ტოპ ნიუსი ისევ ოპოზიცია, შიდა არჩევნები, შიდა დაპირისპირებებით და ნეფსი თუ უნებლიეთ, დაზიანებული იმიჯით და მოწყვლადი პოლიტიკური მომავლით, ისევ ის პარტიაა, რომელსაც პოლიტიკაში მეორედ მობრუნებული იმ კაცის პრემიერი რადარებიდან გაქრობით ამ დრომდე ემუქრება. და მხოლოდ იმიტომ, რომ მეტისმეტი პატივია დღევანდელი ხელისუფლება კომფორტულად გრძნობდეს თავს, ყველაფერი უნდა გააკეთოს ნაციონალურმა მოძრაობამ, რომ არც მხარდამჭერები დატოვოს იმედგაცრუებული და არც მთლიანი ოპოზიციური სპექტრი დაზიანებული. ფაქტია, რომ 22 წლის თავზე ვარდების რევოლუციის პარტია კიდევ ერთ გამოცდას აბარებს, მასშტაბებით უპრეცედენტო შიდა არჩევნებით და იმედი ამ არჩევნების შედეგებით კმაყოფილი არა ხელისუფლება, არამედ ქვეყანა დარჩება სამომავლოდ გამარჯვებული. ეს თავარი არხის სპეციალური ეთერია. მე ჟურნალისტი დია მამისეიშვილი. წარმოგიდგენთ ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობის 4-ვე კანდიდატს. პირველად თავარ არხზე, რადგან მე როგორც მახსოვს და მგონი არ ვწდები, 4-ვე კანდიდატი ერთ გადაცემაში აქამდე არსად ყოფილა. ვუსმენ თავმჯდომარეობის მსურველებს არჩევნებამდე 12 საათით ადრე, საკუთარი სათქმელით. არჩევნები ახლოვდება, რამდენიმე საათი რჩება იქამდე, ვიდრე დაიწყება კენჭისყრა და ძალიან სწრაფად იცვლება მოცემულობა, მაგალითად გამოქვეყნდა ინტერვიუ, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა მისცა შპიგელს, ეს არის გერმანული ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი გამოცემა, სადაც მესამე პრეზიდენტი საუბრობს მის საქართველოში ჩამოსვლის მიზეზებზე, გარემოებებზე და ბევრ რამეს აყენებს ეჭქვეშ, ბუნებრივია. ეს თემა არის უმნიშვნელოვანესი ნაციონალური მოძრაობისთვის, რადგან ჩვენ არჩევნებამდე 12 საათით ადრე დავინახეთ ახალი კონტურები, რომელიც გამოიკვეთა, აი მაგალითად ფრაგმენტი მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუდან არის ასეთი. საქართველოში დაბრუნება მინდოდა, მაგრამ დრო იყო ცუდი. ასე ახლოს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დაწყებამდე. გამორიცხული არ არის, რომ ხალხი, რომელმაც 2021 წლის ოქტომბერში საქართველოში ჩემი დაბრუნება დაგეგმა, რუსეთის ჩანერგილი აგენტები იყვნენ. ამას ამბობს მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ახლა ვივამედის პალატაშია და სიცოცხლის უფლებისთვის იბრძვის. მე გითხარით, რომ დღეს ღამის ეთერის კითხვებს უპასუხებს 4-ვე კანდიდატი, გადაცემას გავხსნით ნიკამელიასთან საუბრით, რომელიც არის უკვე სტუდიაში. ის არის ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე და მისი პოლიტიკური ბიოგრაფია უკავშირდება სწორედ ამ პარტიას, მთავარ ოპოზიციურ პარტიას, ნახეთ დაკავება, შემდგომ გათავისუფლება და ახლა ის ხელმეორედ ცდის ბედს თავმჯდომარის არჩევნებში. ბუნებრივია ეს ინტერვიუ, როგორც მე უკვე აღნიშნე, ცვლის მოცემულობას ბატონო ნიკა, მინდა გითხრათ პირველ რიგში მადლობა, რომ მონაწილეობთ გადაცემაში და პირველ რიგში მინდა რომ ვისაუბროთ მიხეილ სააკაშვილის ამ ინტერვიუს დეტალებზე. თქვენთვის რას ნიშნავს ეს ინტერვიუ, რომელიც გერმანულ გამოცემას მისცა მესამე პრეზიდენტმა? მადლობა მოწვევისთვის, დეა, მივესალმები თქვენს მაყურებლებს. დიახ, რა თქმა უნდა, საინტერესოა, თურბილად რო ვთქვათ, მეტად საინტერესო შინაარსის ინტერვიუა და მე დარწმუნებული ვარ, ადრე თუ გვიან სიცხადე შევა ყველა მნიშვნელოვან საკითხად დაკავშირებით, რომელიც ძალიან ბევრ ადამიანს გულშემატკივარს თუ არა გულშემატკივარს პარტია ნაციონალური მოძრაობის უშუალოდ მიხეილ სააკაშვილის აინტერესებდა და აინტერესებს და მომავალშიც დაინტერესებდა, ყოველთვის იყო ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი, ღია იყო რამდენიმე საკითხზე პასუხგაუცემელი მძიმე საკითხი, რომელიც საჭიროებს დღემდე პასუხს, მაგრამ არავის უკეთესად გარდა მიხეილ სააკაშვილისა ამ კითხვებზე პასუხის გაცემა არ შეუძლია და მე დარწმუნებული ვარ, ადრე როგორც ვიდრე გვიან ჩვენ ვიხილავთ მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებაზე და მას ეკნება შესაძლებლობა მათ შორის წელი ინტერვიუს მიცემისა თქვენი ტელეკომპანიისთვის და არა მხოლოდ თქვენი ტელეკომპანიისა, რა თქმა უნდა, მე პირადად ჩემი მოსაზრებები მაქვს და მე პირადად ბევრი მაქვს ამ ყველაფერთან დაკავშირებით ნაფიქრი, მაგრამ ამ წუთის მდგომარეობით ეხა თავს შევიკავებდი, მე ვფიქრობ საკმარისზე. მაგრამ პრინციპში საინტერესოა ბატონო ნიკა, აი ვინ მონაწილეობდა მიხეილ სააკაშვილის ჩამოყალიბებაში? მეტი რა მიკითხება ამ ინტერვიუში, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა შპიგელს მისცა.
თქვენ რა მოიკითხეთ? მე ეს მაინტერესებს. ის ამბობს, რომ არ გამოურიცხავ, რომ ადამიანები, რომლებმაც მიბიძგეს საქართველოში დაბრუნებისკენ, იყვნენ აგენტები და ისინი მოქმედებდნენ კონკრეტული გეგმით. თქვენ რა მოიკითხეთ? ვის მიმართავს ის? ვისზე საუბრობს ირიბად? მე ვფიქრობ, რომ ძალიან ცოტა ხანში ყველაფერი ნათელი გახდება და საზოგადოებას შეუძლია თავად გააკეთოს ანალიზი მანამ სანამ სიცხადეს პირადად მიხეილ სააკაშვილის შეიტანს. მე კიდევ ერთხელ ვამბობ, განსხვავებით რიგი ადამიანებისგან არ მინდა ჩემი თუნდაც ძალიან მყარი პოზიცია ახლა არჩევნებამდე რამდენიმე საათით ადრე თავს მოვახვიო ამ ურჩეველს. ამ ურჩეველმა გადაწყვიტოს რაზთან დაკავშირებით არის გაკეთებული აქცენტები და რაზე აკეთებს მინიშნებებს. ეხლა ფაქტია, რომ იმ პროცესში ჩართულნი იყვნენ ადამიანები, რა ტიპის ჩართულობა იყო, ვინ იყო კონკრეტულად ჩართული მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოყვანის დაგეგმარებას გულისხმობ. ეს დაუფარავი არ დარჩება არავითარ შემთხვევაში და მერწმუნეთ არიან ადამიანები, ვისაც საზოგადოება ძალიან კარგად იცნობს და ეს ადამიანები არ არიან ინკოგნიტო ადამიანები, რომელთა სახელისა და გვარის შესახებ საზოგადოებას არანაირი ცნობა არ აქვს. მოდით მომავალს მივანდოთ უახლოეს ამ ყველაფრის თაობაზე მეტი ინფორმაციის მიწოდება საზოგადოებისთვის და რასაც ჩემის რვარწმენით თავად მიხეილ სააკაშვილი გააკეთებს, ვინაიდან მისი საქართველოში დაბრუნება იყო ისტორიული მოვლენა და ასეთი დეტალები, რაზეც ის ამახვილებს ყურადღებას, ვერ დარჩება ვერავითარ შემთხვევაში დაფარული დიდი ხნით. კარგი, გასაგებია რომ თქვენ არ გსურთ ახლა სახელების და გვარების თქმა და შეიძლება ჩემს ადგილზე სხვა ყოფილიყო, არ დავასახელებ ვინ და პირდაპირ დაედო ხელი უაპელაციოდ ახლა რამდენიმე ადამიანისთვის, განსაკუთრებით ერთისთვის. მაგრამ მე თავში ვიკავებ, ხა თუ შეიძლება რომ ამის უფლება დამიტოვოთ. არ მინდა დამატებით კიდევ დიდი სტრესის ქვეშ, აი ხვალ კასმომდგარია უკვე არჩევნები, ვამყოფო ჩვენი პარტიის ამორჩევლები, პოტენციური ამორჩევლები, მხარდაჭერები. თავისთავად მე ვფიქრობ მსგავსი ინტერვიუ შემთხვევით ალბათ მიხეილ სააკაშვილმა არ მიცა უდიდეს გამოცემას გერმანულისას. კი, და ამ ინტერვიუს შინაარს აუცილებლად დაუბრუნდები. თქვენ გასაგებია რომ არასახელებს სახელებს და გვარებს, მაგრამ გააქვთ ეჭვები. გააქვთ რაიმე ინფორმაცია? გაქვთ ინფორმაცია ვინ მონაწილეობდა, ვის გულისხმობს და ახლა არ გინდათ უბრალოდ გამხელა? ახლა არ მინდა საუბარი, რა თქმა უნდა. ფაქტია, რომ პარტიის არც ერთი მოქმედი პარტიის, არც ერთი მოქმედი ლიდერი თანამდებობაზე მყოფი მაქვს ხედველობაში ამ პროცესში ჩართული არ იყო, ხას უსვა მოქმედი და ის ადამიანები, ვინც პარტიასთან არიან დაკავშირებულნი, ან იყვნენ, ან მომავალში ცდილობენ რომ მართვის ბერკეტები მოიპოვონ. არ ვიცი, ძალიან ბევრი რამ უცნობია საზოგადოებისთვის, ბევრი რამ არის ეჭვის ქვეშ დაყენებული, უკვე თითქმის წელიწადზე მეტია, მაგრამ არ ვიქნები ალბათ მართალი ახლა მე კონკრეტული მტკიცებულებების გარეშე თუ დავასახელებ რამდენიმე ადამიანს და მე ამისგან თავს ვიკავებ სრულად განზრახ. მაგრამ თქვენ გაქვთ საუბარი პარტიის ყოფილ ლიდერებზე, ხაზგასმით, ხო? არა, მე გასაგებია რომ მიხეილ სააკაშვილი გულისხმობს კონკრეტულ პირებს. ეს კონკრეტული პირები მიხეილ სააკაშვილის მე ასე კითხულობ გარემოცვაში ან იყვნენ, ან არჩევიან. თავად მიხეილ სააკაშვილი საუბრებს, როდესაც ის გათავისუფლდება პატიმრობიდან, ამაში ვარ ხმარ დაწუნებული. გასაგებია ეს თქვენი უფლება ამ კითხვას არ გასცეთ პასუხი, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია. სხვა დანარჩენ კითხვაზე ამ უწუხარი პასუხი გავცემ, მაგრამ მესმის სიმძიმე საკითხისა და არ მინდა დამატებითი შფოთი შემოვიტანო ახლა პარტია ნაციონალ-მოძრაობის ამორჩევლებში. კი, ამ ინტერვიუს შინაარს ჩვენ აუცილებლად დაუბრუნდებით, ახლა უნდა გკითხოთ გამოქვეყნების დროზე. ფიქრობთ თუ არა, რომ ეს არის შემთხვევითი, იმიტომ რომ 12 საათში იწყება კენჭისყრა. ამ ინტერვიუს დღეს გამოქვეყნება ხომ არ იყო ერთგვარი სიგნალი კონკრეტული ადამიანებისთვის, მათ შორის არჩევნებთან მიმართებაში? იცით რა, საზოგადოება ძალიან მაღალი წარმოდგენა მაქვს პარტია ნაციონალური მოძრაობის ამორჩევლების თაობაზე, მხარდაჭერებზე. ყოველთვის მქონდა
და აბსოლუტური უმრავლესობა მათგანი მე მჯერა გააკეთებს ძალიან სწორ არჩევანს. ამაზე ალბათ ჩვენ ვისაუბრებთ. წინ გვაქვს მთელი გადაცემა. თუმცა დღევანდელი გამოქვეყნებული სტატია ინტერვიუ მე ვფიქრობ როგორც მინიმუმ დამატებითი საკვებია ფიქრისთვის და ანალიზის გაკეთებისთვის მათ შორის ძალიან ჭკვიანი და წინდახედული ნაციონალ-მოძრაობის ამორჩევლებისთვის. და კიდევ ერთ ფრაგმენტს წავიკითხავ ახლა მაყურებლისთვის, რას ეუბნება გერმანულ გამოცემას მიხეილ სააკაშვილი. 2004 წელს საქართველო არ შემდგარი სახელმწიფო იყო, სადაც ინსტიტუტები არ ფუნქციონირებდა, მაგრამ ჩემი პრეზიდენტობის დროს მთლიანი შიდა პროდუქტი 4-ჯერ გაიზარდა. კორუფცია თითქმის მთლიანად გაქრა და ჩვენ დავიწყეთ ევროინტეგრაცია. რა თქმა უნდა, იყო სამწუხარო ინციდენტებიც, როგორიცაა სანდრო გირგლიანის შემთხვევა და რომელიც მიკერძოებულად იყო მოხსენიებული. რეტროსპექტივაში ვნანობ, რომ მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი თანამდებობიდან არ გავათავისუფლე. საუბარია ვანო მერაბიშვილზე. ამ შემთხვევაში ჩვენ ვანო მერაბიშვილის აქტიურ ჩართულობას ამარჩევნებში ვხედავთ, ხო? ის არ მალავს, შეხვედრებს მართავს და ეს ინფორმაციები მედიაშიც გავრცელდა. ეს რამდენად ურთიერთგამომრიც ხაბარ, როდესაც მიხეილ სააკაშვილი ნანობს თანამშრომლობას ვანო მერაბიშვილთან და ახლა ერთ კანდიდატს ღიად ზურგს უმაგრებს ვანო მერაბიშვილი. იცით რა, ზურგს უმაგრებს და ჩართულია და ხარს უჭერს არა. თავიდან ბოლომდე ეს პროცესი არის ვანო მერაბიშვილის წამოწყებული და შესაბამისად მართული, რომელსაც გზად წამოეწია დათო გეზერაშვილი. ესენი შეზღუდნენ. ერთია, როდესაც ვინმე შენ ხარს გიჭერს და სურს მას შენი გამარჯვება და ამისი ლეგიტიმური უფლება აქვს ნებისმიერ ადამიანს, მაგრამ მე ვფიქრობ, სულ სხვა რამ არის, როდესაც ადამიანი ამ პროცესს იწყებს და თავარი მოქმედი პირი, შემსრულებელი აი ამ პროცესის დამგეგმავი ავტორი არის აი მაშინ ღრმად ვარ დარწმუნებული კონკრეტული ფაქტებით. საქმის კურსში არის თითქმის ყველა ნაციონალ-მოძრაობის აქტიური წევრი, არის ვანო მერაბიშვილი. და პრობლემა ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით ამ ნაწილში რა გვაქვს? ის კი არა, რომ ის არსებობს, ხო? რა თქმა უნდა, ყველას აქვს, ამდენადაც შესაძლებელია ჩემთვის მისაღებიან მიუღებელი იყოს კონკრეტული პირი, ამ შემთხვევაში ვანო მერაბიშვილი, პარტიისთვის, პირველ რიგში მისი მომავლისთვის, გამარჯვებისთვის, ერთობისთვის, კეთილდღეობისთვის, რომელიცაც ირჯება პარტია გამარჯვებას მიაღწიოს და შემდეგ საზოგადოებას მოუტანოს კეთილდღეობა, ეს სხვა საკითხია, მაგრამ როდესაც ადამიანი თავიდან ბოლომდე ჩართულია თხემით ტერფამდე და ის ცდილობს, რომ იყოს ფარდის უკან, კულისებიდან მართოს პროცესი, აი ეს არის ის, რაც მოდის დაპირისპირებაში ნაციონალ-მოძრაობის ღირებულებებთან და ფასეულობებთან. მე დეა ვიტყოდი შემდეგნაირად, ჩვენ ხვალ გვექნება არჩევნები არა უბრალოდ მხოლოდ თავმჯდომარის არჩევნები, არამედ პარტიის სტრატეგიული განვითარების არჩევნებია. არჩევანი ღირებულებითი უნდა გააკეთოს ყველა ამორჩეულმა, რომელიც დარეგისტრირდა და ხვალიდან ექნება შესაძლებლობა მიიღოს ამ ისტორიულ არჩევნებში მონაწილეობა. ფასეულობითი არჩევნები წარსულსა თუ მომავალს შორის. რაც არ უნდა სახარბიელო ყოფილიყო თუნდაც წარსული, ხო? მე როდესაც ვამბობ წარსულსა და მომავალს შორის არჩევანი უნდა გაკეთდეს, ეხლა პოლიტიკური პროცესი არის შემოქმედებითი პროცესი და ის მუდმივად მოითხოვს სიახლის. მაგრამ და ამას ვგულისხმობ, როცა ვამბობ წარსულსა და მომავალს შორის და არავითარ შემთხვევაში, რომ ახალმა თაობამ უნდა ჩაანაცვლოს ძველი თაობა. ჩვენი სიძლიერე ყოველთვის არის და იყო, რომ ხდება შერწყმა გამოცდილებისა ახალ ენერგიასთან. ხდება შერწყმა ახალი იდეებისა ძველი, მაგრამ კვლავაც აქტუალურ იდეებთან. ეს არის არჩევნები, სადაც ამორჩეულმა უნდა გადაწყვიტოს დეა ძველი მეთოდებით ხდება პარტიის მართვა, რომელთა ნაწილი მე არასოდეს არ მომწონდა პირდაპირ გეუბნებით, თუ ახალი მეთოდებით, რომელიც ნამდვილად არის მომავალი. ძველ მეთოდებში გულისხმობ ნორმად ქცეულს მამანისთვის, მათ შორის ვანო მერაბიშვილისთვის. ფარული მიყურადება, შანტაჟი, ხო? აი მე ამ ადამიანის ცხოვრება განვლილი ჩემთვის ასოცირებული იყო მუდმივად ცდელობასთან ადამიანები ერთმანეთთან დაეპირისპირებინა. მუდმივად მოხდარიყო ხლართვა ინტრიგებისა და დღეს ხედავთ ჩვენ არაფერს გარდა ამ ყველაფრისა. 9 ნოემბერს დაგანცხადებაც გაკეთდა რიგი ადამიანების მხრიდან აბსოლუტურად მოულოდნელად, აბსოლუტურად მიუღებელი ფორმით, მაშინ როდესაც ჩვენ პარტიაში მსჯელობით ამაზე ბევრი ვისაუბრეთ და არ წავიღებ ბევრ დროს
ამ თვეების განმავლობაში ვსჯელობდით თუ რა გეგმა უნდა ერთობლივად შეგვემუშავებია. კი და ამ მიმართულებით ბატონო ნიკა მე მაქვს ძალიან ბევრი კითხვა. ბატონო ნიკა, პუნქტობრივად უნდა მივყვეთ ყველაფერს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი კითხვა მაქვს და თემატურად მოდით გადავიდეთ. ეს არის პირველი, ეს არის ჩემი დამოკიდებულება ვანო მერაბაშვილთან დაკავშირებით ცხადია, უბრალოდ თქვენის ნებართვით დავაზუსტებ. ერთია რომ ვინმეს უჭერდეს ხარს, მაგრამ მეორეა როდესაც თავიდან ბოლომდე ის არის ავტორი. დიახაც მისი და დათო კეზერაშვილის აბსოლუტური ინტერესია, რომელიც სილდება პოლიტიკური ინტერესი და ის უფრო ბიზნეს ინტერესს გავს ჩემთვის ვიდრე პოლიტიკურ ინტერესს. და მათ ყავთ საკუთარი კანდიდატი წარდგენილი ამ ბრძოლაში. რეალურად მთელი მართვის ბერკეტები ამ პროცესზე არ აქვს. რა თქმა უნდა, ამ ცალკე აღებულ ერთ კანდიდატს და მის შტაბის წევრებს, ამ ორ კონკრეტულ ადამიანს. რო არ ყოფილიყო დათო კეზერაშვილი და ვანო მერაბიშვილი 9 ნოემბრის ეს ზიანის მიმყენებელი პარტიისთვის და არა მხოლოდ პარტიისთვის, იგივე პოლიტპატიმრებისთვის, მიხეილ სააკაშვილისთვის, ნიკა გვარამიოსთვის და დამეთანხმებით, რომ ამ პროცესმა 9 ნოემბრის შემდეგ თუ კი უარყოფითად რამეზე იმოქმედა პარტიის იმიჯზე და არაფერი სასიკეთო არ მოუტანა მიხეილ სააკაშვილს და ნიკა გვარამიოს როგორც პარტიას. აუცილებლად გავყვებით მონოლოგის რეჟიმში რომ არ გადახვიდეთ ვანო მერაბიშვილზეც მაქვს კითხვები, დავით კეზერაშვილზეც, არჩევნებზეც, ბრალდებებზე, ყველაფერზე მაქვს კითხვები, მოდით ამოვწუროთ ინტერვიუს თემა, იმიტომ რომ მე წავიკითხე ამ ინტერვიუდან ორი დამოუკიდებელი ფრაგმენტი, სადაც მიხეილ სააკაშვილი ერთ ნაწილში ვანო მერაბიშვილზე საუბრობდა, ერთ ნაწილში საქართველოში დაბრუნებაზე. ახლა რაც არის მნიშვნელოვანი, იმისთვის რომ ეს თემა ამოვწუროთ, მექნება კიდევ ერთი შეკითხვა თქვენი აზრით ეს ინტერვიუ რას ცვლის მოახლოებულ არჩევნებში, რას ცვლის თქვენ სასიკეთოდ ან საზიანოდ ან პირიქით? მე ბევრჯერ მისაუბრია წლების განმავლობაში და მიხეილ სააკაშვილთანაც მათ შორის არაერთხელ და მისი პოზიცია ისედაც ვიცოდი. მუდმივად მას ჩემთვის არაფერი ახალი არ არის იქ, როდესაც საუბრობს და ნანობს რომ 2007 წელს, უბრალოდ 2006 წელს სანდრო გრიგორიანის ტრაგედია როდესაც დაატრიალდა უმძიმესი შეცდომა დაუშვა ნაციონალურ მოძრაობამ და ერთ-ერთი შეცდომა გამოვლინდა რაში რომ მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი დარჩა შინაგან საქმეთა მინისტრად და ამით ძალიან დიდი ზიანი მიადგა პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის რენომეს, რაც ამ ერთ ინტერვიუში ბატონო ნიკა აგენტების ხსენება და ვანო მერაბიშვილის ხსენება ერთდროულად ხომ არ უნდა დავუკავშიროთ ეს ორი ფაქტი ერთმანეთს? რას ნიშნავს, როდესაც ერთის მხრივ ჩამოსვლაზე და აგენტებზე საუბრობს, იმავე ინტერვიუში ვანო მერაბიშვილზე? ძალიან დიდი იმედი მაქვს საზოგადოების და ამორჩევლების. შეიძლება პრაგმატულ შეცდომას უშვებ, ახლა არ ვიცი, არ ვარ დარწმუნებული, სიმართლე გითხრათ. შეიძლება შეცდომას უშვებ, რომ ბოლომდე თავის სახელს არ ვარქვევ და ჩემს მოსაზრებებს ახლა არ ვაცნობ საზოგადოებას კონკრეტულს ამ სტატიასთან მიმართებაში. მე მაქვს ჩემი პარი პოზიცია უკვე წლების განმავლობაში, მათ შორის ვანო მერაბიშვილთან, მათ შორის სანდრო გრიგორიანის იმ ტრაგედიასთან, მათ შორის იმ ფაქტთან, როდესაც მან შეინარჩუნა თანამდებობა და რაზეც მიხეილ სააკაშვილი ჩემთან პირად საუბარში და არაერთ ეთერში საჯაროშიც ის აცხადებდა, რომ შეცდომა დაუშვა, როდესაც იგი არ გაათავისუფლა და ეს და თავადაც ვანო მერაბიშვილმა, როდესაც არა იყო პასუხისგებლობა და არ გადადგა დაკავებული თანამდებობიდან. შეცდომას უშვებ, რომ მეტი სიცხადე, რომელიც შემიძლია ხა შევიტანო, არ შემაქვს, მაგრამ არ მინდა თუნდაც ერთმა ადამიანმა ჩათვალოს, ერთმა თუნდაც მოწინააღმდეგე ახლა კონკურენტის შტაბის წარმომადგენლებმა, რომ მე კაპიტალიზირებ ამ ინტერვიუთი კარს მომდგარ არჩევნებამდე. რატომ იცით? მე იმედი მაქვს აღიაზრის ჩვენი ამორჩევლების და ისინი თავად გააკეთებენ სწორ ანალიზს და დასკვნას, რაც ასევე აისახება ადეკვატურად არჩევნების შედეგებზე. თუმცა ეს კითხვა ავტომატურად ადასტურებს იმას, რომ ირიბად თქვენ ზუსტად ის იგულისხმეთ, რომ ვანო მერაბიშვილი მოიხსენიებოდა აგენტების რიცხვში, იგულისხმებოდა. არა, მე ამაზე არ ვსაუბრობ. არა ცხადად, მაგრამ ირიბად. მე კონკრეტულად ვსაუბრობ უდიდეს შეცდომაზე, რომელიც დაუშვა ნაციონალურ მოძრაობამ ხელისუფლებაში ყოფნის დროს. თუმცა კაპიტალიზაცია ახსენეთ. ვანო მერაბიშვილი არ გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და უდიდესი ჩრდილი მიადგა პარტია ერთიანი ნაციონალურ მოძრაობას, მიუხედავად ქართული ოცნების მიერ ჩადენილი უმძიმესი დანაშაულებებისა აი ამ წლების განმავლობაში, რამდენი წელიწადი გავიდა, კვლავ ეს საკითხი ჩვენი პარტიისთვის არის ძალიან მტკინვეული და ორმაგად მტკინვეულია, როდესაც ახლა ხედავ იგივე ადამიანს, როდესაც ცდილობს არაფორმალური ამპლუიდან უკვე პარტიას დაეპატრონოს. ამ დროს
ოპონენტები საუბრობენ კი, მაგრამ პარტიის დამფუძნებელი იყო ვანო მერაბიშვილი და როგორ შეიძლება მას ინტერესი არ ქონდეს. ვინ საუბრობს, რომ მას შეიძლება ინტერესი არ ქონდეს, ან ამის უფლება ვინმე აუგზავნა მას. არა, ჩვენ საუბრობთ და წუხვართ შემდეგზე, რომ პარტია აუცილებლად უნდა იმართებოდეს დემოკრატიული მეთოდებით. 2023 წელიწადია. ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი სახელმწიფო გვინდა გავხდეთ. პრეტენზია გვაქვს სამართლიანი ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიულ რეჟიმთან. და ჩვენ ტრადიციას ვამკვიდრებთ შიგნით, რომ დათო კეზერაშვილმა და ვანო მერაბიშვილმა პარტია მართონ არაფორმალურად. თუმცა ბატონო ნიკა 2023 წლამდე ბატონო ნიკა დავაკონკრეტებ, ხო? ასე თქვა კონვერტაციას რაში მოიხმარს გინდ დათო კეზერაშვილი და გინდ ვანო მერაბიშვილი ჩემთვის სამწუხაროდ ორივე შემთხვევაში ეს ადამიანები არიან წინააღმდეგობრივი რეპუტაციის მქონე პირები, ხო? მე ვფიქრობ არის ძალიან დიდი რისკის შემცველი პარტიის სიცოცხლის უნარიანობისთვის. და ზუსტად ამაზე მაქვს ბატონო ნიკა კითხვა. 2023 წლამდე იყო 2020 წელი. მაშინ რა ურთიერთობა გქონდათ ვანო მერაბიშვილთან, იმიტომ რომ ეს ინფორმაცია საჯაროა, თქვენც არაერთხელ დაადასტურეთ, რომ იყო ჩართული არჩევნებში. რა ფორმით? როდის შემდგომ გახდა ვანო მერაბიშვილი თქვენთვის მიუღებელი? მე ვანო მერაბიშვილს პრაქტიკულად არ ვიცნობდი, მას შემდეგ რაც უბრალოდ პარლამენტის წევრი გავხდი 2016 წელს პარტიას გამოიყო სამყაროდ დიდი ჯგუფი და მათ დააფუძნეს სხვა პარტია, გახსოვთ 2016 წელს ვანო მერაბიშვილი იყო მოქმედი გენერალური მდივანი და იყო საპატიმროში და საპატიმროში მოხვედრამდე მე მასთან მხოლოდ ორჯერ მქონდა შეხვედრის შესაძლებლობა, პრაქტიკულად არც ვიცნობდი. მე როგორც დეპუტატი პარტიის სახელით შევედი მის მოსანახულებლად და ვცდილობდი რომ სხვა პოლიტიკური პარტნიორების მომენახულებინა, მაგრამ ბატონო მერაბიშვილთან მქონდა კონკრეტული საკითხი განსახილველი, ვინაიდან ყრილობა უნდა ჩაგვეტარებია პარტიას, ნაციონალურ მოძრაობას სპორტის სასახლეში და ის იყო მოქმედი გენერალური მდივანი, მე მას უბრალოდ ვკითხე რას ფიქრობდა იმასთან დაკავშირებით თუ ჩვენ ავირჩევდით მას გენერალურ მდივნად. კლავ პატიმარი იყო იგი და შეუძლებელი იყო სურვილი შემთხვევაში, ეს სურვილი მე მაშინ არ მახსოვს ვინ უსქონოდა, რომ იგი უნდა მოგვეს და გენერალური დინის თანამდებობიდან პატიმარი ადამიანი, მან მითხრა, რომ ის იყო წინააღმდეგი. მან თხოვა, რომ გადმომეცა პარტიისთვის, რომ არ დავტოვოთ გენერალურ მდივნად. ცნობილი ნამდვილად ჩემთვის 2016 წლიდან 2020 წლამდე ვანო მერაბიშვილის პოზიცია პოლიტიკური ჩემთვის არ იყო წარმოდგენა არ მქონდა არც მე და არ ძალიან ბევრ ადამიანს ვის ემხრობოდა მაგალითად ევროპულ საქართველოს. მაგრამ მაშინაც ჰქონდათ ინფორმაცია გირგვლიანის საქმეზე ბატონო ნიკა, ანუ 2020 შემდგომ გახდა მიუღებელი და 2016-ში მისაღები იყო? არა. რატო შესთავაზეთ გემდივნობა თუ იყო მიუღებელი? გენერალური მდივანი იყო ადამიანი რომლის და მე ვფიქრობ სულაც არ უნდაო, იმიტომ რომ პატიმრის თანამდებობიდან გადაყენება პოლიტიკურ ასე ვთქვათ თვალსაზრისით თავი დავანებოთ მორალური გადმოსახედიდან ძალიან დაბიოსაქციელი იქნებოდა ჩვენის მხრიდან. მიუხედავად მისი ნებისა, ჩვენ იგი დაავტოვეთ თანამდებობაზე და ორ დღეში მან გაავრცელა წერილი ციხიდან, რომ მისი ნების წინააღმდეგ ჩვენ ავირჩიეთ პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გენერალურ მდივნად. რაც შეეხება კონკრეტულ საკითხს, ხო, 2020 წელს რა ხდებოდა ბატონო ნიკა? 2020 წელს ის არ იყო პატიმარი. ახლა მე როგორც მაშინ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე პარტიის სახელით შევედი კონკრეტული საკითხის განსახილველად, თუ კი სანდრო გირგვლიანთან დაკავშირებით მეკითხებით, პოზიცია სხვა მქონდა, ან მომავალში მექნება? არა, უბრალოდ მე ამ პარტიაში ვანო მერაბიშვილის გამო არ მოსულა ნამდვილად. მე წლების წინ ხელისუფლებაში, როდესაც იყო ნაციონალური მოძრაობა, ძალიან ბევრი რამ, მისი ევროატლანტიკური მისწრაფებები, მისი მართლაც წარმატებული ეკონომიკური რეფორმები, სწრაფვა უკეთესი ცხოვრების სტანდარტის დასამკვიდრებლად ქვეყანაში და ის ენერგია, რომელიც მოდიოდა ნაციონალური მოძრაობის მხრიდან, მიხეილ სააკაშვილისგან, მისი გუნდის წევრებისგან, ხო, არის ერთი საკითხი, მაგრამ ის პრობლემები, რომელიც დაფიქსირდა და ნამდვილად დაფიქსირდა, ვთქვათ, ეს პრობლემები არის სრულიად სხვა საკითხი. ამიტომ 2012 წლიდან პარტიამ მე იმედი მაქვს და ეს ხვალდაზექ დადასტურდება საბოლოოდ, ბევრი რამ გაიაზრა. და დიახაც აბსოლუტურად ცივი გონებით, აი გონებაში გამოტარებულ გადაწყვეტილებას მიიღებს
50,000-მდე პარტიის პოტენციური თუ ამჟამინდელი ამორჩეველი და მხარდაჭერი. 2020 წელს ის არ იყო პატიმარი. 2020 წელს ის მონაწილეობდა თუ არა წინასაარჩევნო კამპანიაში. კონკრეტულად არჩევნების დღეს არ გულისხმობ ბატონო ნიკა. მე ვგულისხმობ წინასაარჩევნო კამპანიას. 2020 წელთან დაკავშირებით მე თქვენ უკვე არაერთხელ მოგახსენეთ ჟურნალისტებს გულისხმობ. ვანო მერაბიშვილი სამწუხაროდ ჩემდა კახი კალაძესთან, ლევან კობიაშვილთან, ბიძინა ივანიშვილთან ერთად, რომელთანაც მე მქონდა მართა ძალიან ძიმე დაპირისპირება გდანში და გდანში მქონდა ჩვენ გამარჯვების სერიოზული შანსი და ეს გამარჯვება მოვიპოვეთ კიდევაც ერთადერთი ოლქი იყო მთელ საქართველოში, სადაც ჩვენ გავიმარჯვეთ, უბრალოდ პირველ ტურში გამარჯვებისთვის არ გვეყო, მალევე აღმოჩნდა, რომ სამწუხაროდ ჩვენ მოწინააღმდეგე გდანში ყავდა არა მხოლოდ კახი კალაძე, ლევან კობიაშვილი, სუსი, კრიმინალი და ასე შემდეგ და ასე დიდძალი ფული, რომელიც გვიპირისპირდებოდა, არამედ პირადად ვანო მერაბიშვილი. პირადად ვანო მერაბიშვილი, რომელიც დიახაც ანგრევდა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო შტაბს გლდანში. და ამის თაობაზე ჩემთვის გახდა ცნობილი დაახლოებით თუ არ ვცდები ივლისის თვეში მე გავაკეთე მაშინ მოზობილი განცხადება რომ არ დამეზიანებია საარჩევნო კამპანია ერთ-ერთ ეთერში და ვთქვი რომ მე ჩემ თავს ვერ ხედავ ვერსად სადაც იქნება ვანო მერაბიშვილი თქვენ თქვით რომ მალევე გახდა ცნობილი რომ ვანო მერაბიშვილი ხელს გიშლიდათ მაგრამ იქამდე ხომ ცნობილი იყო რომ ეს ადამიანი მონაწილეობდა ამ წინასაარჩევნო კამპანიაში ბატონო ნიკა პრობლემა იყო დიახაც დეა პრობლემა იყო მაგრამ აი ამ ხრი მონაწილეობდა სამწუხაროდ ადამიანი რომელიც ციხიდან გათავისუფლდება სადაც ბიძინა ივანიშვილი ციხეში იყო 6 წელი და 9 თვე დაჰყო და მას ნაცვლად იმისა რომ ბევრი რამ გაეაზრებია ხომ აი მსგავსი მეთოდებით დაუპირისპირდა პარტიის იმ დროს 2020 წელს კანდიდატს გდანში ხო? ანუ პრობლემა გახდა ბატონო ნიკა, მე დავაზუსტებ თქვენი პასუხები იყოს ძალიან მკაფიო. ნახეთ რომ ინტერვიუს რეჟიმში წარმართო ჩვენი დიალოგი, რომელიც წესით უნდა იყოს დიალოგი. ანუ იცით რა მაინტერესებს თქვენ პრობლემა გაგიჩნდათ ვანო მერაბიშვილთან მას შემდგომ რაც ის დაგიპირისპირდა და ჩაშლა სცადა ანუ პრობლემა მას შემდეგ გახდა იქამდე მონაწილეობა არ იყო პრობლემა როდესაც ის არაფორმალურად იყო ამ პროცესებში ხო იმიტომ რომ მას სტატუსი არ ქონდა არჩევნებში ხაც მაგრამ როგორ მონაწილეობდა იმასაც რომ მნიშვნელობა აქვს და მონაწილეობდა ისე რომ რეალურად პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტეტს გდანში რომელსაც ქონდა ძალიან დიდი შანსი გამარჯვების და მილიონნახევრიან ქალაქში ყველაზე დიდ რაიონში სადაც 500,000-მდე ადამიანი ცხოვრობს გამარჯვება იქნებოდა ჩემის აზრით სხვა იმპულსის შემძენი საერთო ოპოზიციური მოძრაობისთვის გახდა პროცესში ცნობილი რომ ეს ადამიანი კი არ გვეხმარებოდა არამედ გვიპირისპირდებოდა ეხა და გვიპირისპირდებოდა ძალიან მახინჯი ფორმებით რომლის თაობაზე ცნობილი გახდა ჩემთვის და დაახლოებით 10-მდე ადამიანისთვის და ჩვენ გადავდეთ ამ საკითხის განხილვა არჩევნებამდე და არჩევნების დასრულების შემდეგ ამ საკითხის განხილვაზე გეგმავდით პარტიის შიგნით, მაგრამ ამის შემდეგ დაიწყო საპარლამენტო ბოიკოტი, სამაჯურის მოხსნა, არ იყო დრო შესაფერისი, რომ ჩვენ ეს დებატები შიგნით გავგემართა და მე ვფიქრობ, რომ პოლიტიკური შესაბამისი პასუხისგებლობა მას უნდა ეკო მის ყველა მეგობარს, რომელთა უდიდესი ნაწილი პრობლემა არ იქნებოდა ბატონო ნიკა. ვინ გითხრათ დეა რომ არ გქონდა განსაკუთრებული წინასაარჩევნო პროცესში მონაწილეობდა მაშინ არ ქონდა პრობლემა. ციხიდან გათავისუფლების შემდეგ მასთან ქონდა რამდენჯერმე შეხვედრა 7 წელიწადი ადამიანი ციხეში იყო, საერთოდ არც ვიცოდი ის როგორც ნაციონალური მოძრაობის ხარდაჭერი გამოვიდა ციხიდან, როგორც ევროპული საქართველოს ხარდაჭერი თუ რომელიმე სხვა პარტიის ხარდაჭერი, ხო? მაგრამ მას შემდეგ, რაც მან ეს იკადრა, რაც იკადრა გდანში, ჩემთვის გახდა ყველაფერი ცნობილი. საერთოდ არ მეკვირს ის რაც მოხდა 2006 წელს. რატომაც მან არ აიღო პოლიტიკური პასუხისგებლობა. როდესაც ადამიანი 2020 წელს როცა ეს რუსული ოლიგარქიული რეჟიმი ვიპირისპირდება ნაცვლად იმისა რომ ბრძოლაში შენს ხარეს იყოს და არ ვიცი რა мотиваციით მაგრამ დგება საპირისპირო მხარეს და შტაბს გინგრებს იქ სადაც გამარჯვების უდიდესი შანსი გაქვს ამის შემდეგ მივდივარ ერთ-ერთ ეთერში ვაკეთებ მოზომილ განცხადებას და ამით საზოგადოებას ძალიან მკაფიოდ უთხარი ამის შემდეგ და ეს არის ხელმისაწვდომი ინტერნეტ სივრცეში ჟურნალისტები მიხეილ სააკაშვილსაც ეკითხებიან ჩემს მიერ დაფიქსირებული პოზიციის თაობაზე
როდესაც მე ვთქვი რომ ანუ მერაბიშვილის თან ერთად მე საერთოდ ადგილს მასთან ერთად ვერ ვხედავ, თუ რას ფიქრობდა მიხეილ სააკაშვილი, მიხეილ სააკაშვილის პასუხი რა იყო? რომ სრულიად იზიარებდა ნიკა მელიას განცხადებას. ხო, ეს შემთხვევით ხო არ ხდებოდა. არ ვიცი, ეს ადამიანი ჩემთვის არის რბილად რო ვთქვათ, ზიანის მოტანის, არ ვიცი, პერსონიფიკაცია. ზიანის მოტანის პერსონიფიკაცია იმ ბრძოლაში, რომელშიც 100,000-ობით საქართველოს მოქალაქეა ჩართული. ეს არის ის, რისი თქმაც მე ახლა შემიძლია ძალიან მოკლე. როდის შემდეგ გახდა ზიანის მომტანი, ეს არის კითხვა და რატომ? იმიტომ რომ ვაკონკრეტებ. გამოვიდა ადამიანი და გდანში გააკეთა ეს. რატომ გააკეთა? არ ვიცი, ალბათ 2020 წლიდან ფორმალური სტატუსით მონაწილეობდა წინასაარჩევნო კამპანიაში ბატონო ნიკა. ის ხედავდა დიდს, არ ვიცი, საფრთხეს სამომავლოდ, თუ კი მე გავიმარჯვებდი, არ ვიცი, გდანში მას ეს მიაჩნდა სამომავლოდ საფრთხის შემცვლელად. რატომ? მას უნდა კითხოთ. და ეს არის სწორად პრობლემა, როდესაც ადამიანს ამხელა პარტიის მართვის ამბიცია აქვს, ამდენი კითხვა არსებობს და ანგარიშვალდებულია საზოგადოებას და კი არა საკუთარი პარტიის წევრთანაც არ არის. და ამაზე პასუხი რა აქვს ამ ადამიანებს, ვინც ვანო მერაბიშვილის მეგობრებს წარმოადგენენ, თითქოს 2020 წელს ვანო მერაბიშვილი მე ამ ფორმებით, იმიტომ დამიპირისპირდა, სამი დღე იფიქრეს და ამაზე უკეთესო ვერაფერი ვერ მოიფიქრეს, თითქოს მე უარს ვაცხადებდი და ქონდა ასე ვთქვათ პრეტენზია მიხეილ სააკაშვილის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დასახელების თაობაზე და ეს პრეტენზია მათთვის იმდენად მიუღებელი იყო, რომ აი მეთოდები დამიპირისპირდნენ. ესე იგი, აქ რა ხდება? თავშივე ადასტურებენ ამ ფაქტს და მეორე შემთხვევაში იტყულებიან და მარტივი არის ამ ტყუილში მათი მხილება. არჩევნები დასრულებიდან ორ თვეში მე ამ პარტიის თავმჯდომარედ ამირჩიეს, მათ შორის იმ ადამიანებმა დღეს ვინც ვანო მერაბიშვილის თავარი დასაყრდენი გახდა, ხო? და წლების განმავლობაში ასეც იყვნენ და თლიანად, როგორც ახლა ვატყობ, დიქტატის ქვეშ იმყოფებოდნენ ამ ადამიანების ქვეშ. გავიდა ახლა 20 წელიწადი, ხო შეიძლება თვითყოფადობა შეინარჩუნო, საკუთარი, ასე ვთქვათ, ქცევაზე და ქმედებებზე პასუხისმგებლობა აიღო პოლიტიკოსი, როდესაც ხარ მithumedes პარლამენტის წევრი, როდესაც ხარ და უბრალოდ არ შეიძლება ბრმად დღემდე ვანო მერაბიშვილის აი ძალიან მძიმე, ძალიან ამორალურ დაკვეთებს ასრულებდე. აი ერთგვარად რომ ამოვწუროთ ბატონო ნიკა ვანო მერაბიშვილის თემა. იმ უდიდეს გუნდს ფრთას, რომელიც წარმოდგენილია ახლა პარტია ნაციონალურ მოძრაობაში ხვალინდელ არჩევნებზე და იმ გუნდს შორის, რომელსაც წარმოადგენს მერაბიშვილი გეზერეშვილი. თქვენ ნაწილობრივ ბატონო ნიკა ამაზე ისაუბრეთ, მაგრამ მოდით კაფიოდ შევაჯამოთ თქვენი პოზიცია. ვანო მერაბიშვილს რომ არ გაეწია თქვენთვის წინააღმდეგობა და არ ჩაეშალა არჩევნები, იქნებოდა თუ არა მისაღები თქვენთვის? ასეთი მწვავე იქნებოდა თუ არა მასთან მიმართებაში? ასე მიცნობთ, მე რომ შემიძლია ენის მოჩლექვით ვესაუბრო ვინმე ეს და ჩემს პრინციპებს ასე თქო ზურგი შევაქციო? ხო არ მიცნობთ ასე და არც საზოგადოების ხა დამიშვია შეცდომა, არ დამიშვია შეცდომა, თქო დამიშვია მიმოწევია წარმატებისთვის, ვერ მიმოწევია წარმატებისთვის. მე ვფიქრობ, თუ კი რაიმე შტაბეჭდილებას ვტოვებ საზოგადოებაზე, არის შემდეგი, რომ სიმართლის თქმა, რომელიც ჩემის აზრით, ჩემი მთავარი იარაღია ამ ბრძოლაში და მიზანი არის ოლიგარქიული რეჟიმი, ხო და მთელი ჩემი კაპიტალი ამ ბრძოლაში არის სიმართლე. მთელი ჩემი კაპიტალი ამ ბრძოლაში არის სიმართლე და რეპუტაცია, რომელსაც მე ძალიან ვურთქილდები. ვანო მერაბიშვილი, რა თქმა უნდა და ვამბობ, ჩემთვის 2x2 4 და 9-ზე უთხადესია ამ პარტიის მართვის სადავეებთან ნიშნავს ნაციონალური მოძრაობა, რომელიც ვერასოდეს ვერ გახდება ალტერნატივა აი ასეთი ვერაგი მტრისასაც კი ვერ გახდება ვერასოდეს პირიქით დაკარგავს ძალიან დიდ ხარდაჭერას, არათუ გაზრდის ხარდაჭერთა რიცხვს და წრეს და გადავა მინავლების რეჟიმში. დიახაც, ვანო მერაბიშვილისა და დათო კეზერაშვილის ინტერესი ამ ბრძოლაში არ არის პოლიტიკური ინტერესი. ეს არის ცხადზე უცხადესი ჩემთვის ბიზნეს ინტერესია. ისინი უყურებენ პარტიას როგორც შესაძლებლობას საკუთარი ბიზნესი განავითარონ მომავალში. სხვადასხვა პოლიტიკური გარიგებებით თუ ბიზნეს გარიგებებით. ეს არის ჩემი მყარი პოზიცია,
ამაზე მე ავთაკილობ საუბარს და თქვენს ეთერში ვსაუბრობ. ამიტომ საზოგადოება თავად უნდა გადაწყვიტოს და განსაზღვროს, როგორი გვინდა ჩვენ ნაციონალური მოძრაობა. ნაციონალური მოძრაობა სიმართლით აღჭურვილი, ნაციონალური მოძრაობა პრინციპული, ნაციონალური მოძრაობა როგორც პოლიტიკური ორგანიზაცია თუ ნაციონალური მოძრაობა უპრინციპო ნაციონალური მოძრაობა არაფორმალური მმართველობის ქვეშ და ნაციონალური მოძრაობა ბიზნეს ორგანიზაცია, ნახევარ ბიზნეს ორგანიზაცია, სადაც განსაკუთრებით საპარლამენტო არჩევნების წინ შეიძლება ქარვასლა გაიმართოს და მანდატები, ასე თქვათ, დაკონვერტირდეს სხვადასხვა ვალუტაში. აი, გადავიდეთ მეორე არაფორმალურ მმართველზე, როგორც თქვენ მას უწოდებთ, დავით გეზერაშვილი, ახსენეთ კიდეც. ბატონო ნიკა, თავდაცვის ყოფილ მინისტრს ღიად რომ დაეყენებინა საკუთარი კანდიდატურა ამ არჩევნებში. ასეთი მწვავე რეაქცია გექნებოდა. აი, როგორი რეაქცია გექნებოდათ ამ შემთხვევაში? საინტერესოა. ეს ჩემი აზრით, როდესაც ჩვენ დემოკრატიულ მართლობაზე ვსაუბრობთ, ევროპულ ღირებულებებზე ვსაუბრობთ, ფასეულობებზე ვსაუბრობთ, ევროპულზე, დასავლურზე და არც ერთი ნაციონალური მოძრაობის წევრი, მხარდაჭერი, ამორჩეველი არ განსხვავდება ერთმანეთისგან ამ კუთხით, რომ საპირისპიროს ვნერგავთ შიგნით, აი ახლა ვიდრე ვსაუბრობთ, უკანასკნელი ბოლო თვეების განმავლობაში ამის დემონსტრირება ხდება, მეტი არაფერი, ეს არის პრობლემა. ყოფილიყო კი ბატონო, გინდ ბატონი კეზერაშვილი და გინდ ბატონი მერაბიშვილი. დასახელებული ან ერთი ან მეორე, ხო? ხა არის ვანო მერაბიშვილი განსაკუთრებით, ხო, კანდიდატად. რა პრობლემა იქნებოდა და გვექნებოდა ჩვენ დისკუსია, თქვენ გექნებოდა შესაძლებლობა მასთან საუბრის. და გულწრფელად მაინტერესებდა მომესმინა მისგან კითხვებზე პასუხი. ახლა ამხელა პოლიტიკური მეინსტრიმული ოპოზიციური პარტიის, სისტემური პოლიტიკური პარტიის ხელში ჩაგდების სურვილი აქვს ადამიანს და უბრალოდ არ ენახება არც ერთ ჟურნალის საზოგადოების არც ერთ აქტიურ ჯგუფს, ხო? ანუ არაფორმალური მმართველობის მიღმა ბატონო ნიკა მისაღებია? არაფორმალური მმართველობის მიღმა ღიად რომ გამოვიდეს პოლიტიკურ მოედანზე, რო კი? ღიად რომ გამოვიდეს, ვის შეიძლება დაუშალო ღიად ასპარეზობა, ხო? მას ყავს რაღაცა თავისი მცირე ნაწილი მომხრეებისა და ისინი დარწმუნდებოდნენ რომ მომავალი არ დევს იქ სადაც მათ მიაჩნიათ ვანო მერაბიშვილთან. და ეს იქნებოდა ჯანსაღი კონკურენცია და ეს იქნებოდა პაექრობა, სადაც მე დარწმუნებული ვარ საზოგადოება ძალიან ადვილად გააკეთებდა გააზრებულ არჩევანს, ხო? ახლაც ამაში ეჭვი არ მეპარება. უბრალოდ თუ კი რაიმეს ხრი ვაყენებთ ჩვენ შეურაცხყოფას, ნებსვით უნებლიეთ ჩვენ ამორჩევას, არის ეს მოცემულობა, ეს დისპოზიცია, რომელიც ჩვენ გავშალეთ. სადაც რეალური პირები, რომლებიც ამ პროცესს მართავენ და წამოიწყეს ეს პროცესი არ ჩანან. სხვა პრეტენზია არ გაქვთ. არაფორმალური გავლენების ძალიან ბევრ ადამიანთან და ვისაუბრე მაქვს, მაგრამ რა ჩემს გამო არ უნდა იარსებოს ვანო მერაბიშვილმა და არ უნდა მოქალაქეობა უნდა ჩამოვარდოს თუ რა უნდა. მე მას ვერ ხედავ პარტიის მმართველობაში და მით უფრო ვერ ხედავ მომავალ სახელმწიფო ასეთ რგოლებში ვერანაირად არ დაგიმალავთ და ამაზე ბევრჯერ მისაუბრია, ამაზე მიხეილ სააკაშვილსაც ძალზე ბევრჯერ უსაუბრია. იმიტომ ზოგჯერ შტაბ-ბიჭებმა რჩება რომ საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს ეს ხალხი არ იცნობს განწყობებს, არ იცნობს მათ ხედვებს, მათ დამოკიდებულებას. და დღეს ერთობაზე გვინდა საუბარი და ამავე დროს საუბრობთ კეზერაშვილ ვანო მერაბიშვილის ტანდემზე და გვინდა ბიძინა ივანიშვილის დამარცხება და რუსული ოლიგარქიული რეჟიმის დამარცხება. პირდაპირ გეუბნებით, თუ კი რამე შეიძლება გახდეს საერთო ოპოზიციური პროცესის ხელშემშლელი არის ის, რა სურვილიც ამბატონებს აქვს და რაც არ განხორციელდება ჩემი მაღალი იმედია ამასთან დაკავშირებით. ძალიან დიდი იმედი მაქვს. ადამიანი, რომელიც მეკითხებით ლატო კეზერაშვილთან დაკავშირებით რომ არაფორმალური მმართველია მეტი რა არის, დიახაც ცდელობა აქვს. როდესაც მას პარტიაში გაუჭირდა, ამაზე ბევრი ვისაუბრეთ, დიახაც ციხიდან გამოსვლის შემდეგ, როდესაც მან გამოთქვა სურვილი, მე მიხეილ სააკაშვილთან კიევში ჩავედი. დიახ. მასთანაც ვისაუბრეთ და სიმართლე უნდა ითქვას, მე მიხეილ სააკაშვილისთვის უკვე ეს როგორც ცნობა ისე მივაწოდე. და მე არ მიკითხავს მაშინ შეიძლება გაუში შეცდომ ეხლა დათო კეზერაშვილთან შეხვედრა ორივე პასუხისმგებელი კი და არა და რატო არა თუ კი ვიტყოდი იმიტომ რომ ეხლა როდესაც ციხიდან გამოდიხარ როდესაც რეფერენდუმია უკვე კარს მომდგარი შენ ეძებ რაც შეიძლება მე ასე ვთქვათ პარტნიორს ხო ამ ბრძოლაში თანამშრომლობაში ხო მაგრამ როცა წმუნდები რომ ეს ადამიანი ყველაფერს აკეთებს გარდა თანამშრომლობისა და ცხადად იკვეთება მისი ძალიან მავნე ინტერესი
რომელიც გულისხმობს პარტიის ხელში ჩაგდებას, აი ამის შემდეგ რა თქმა უნდა ჩვენი ურთიერთობა წყდება და ეს პრაქტიკულად მოიცავს უკვე 2022 წლის იანვრის თვიდან პერიოდს. პრაქტიკულად ჩვენ გვქონდა მხოლოდ რამდენიმე თვიანი თანამშრომლობა. 9 ნოემბერი თუ შეიძლება დავასრულებ ამას, 9 ნოემბერი ვერ შედგებოდა რო არა დათო კეზერაშვილი. ისევე როგორც ვერ შედგებოდა მაგალითად 2016 წელი, როდესაც პარტიაში ძალიან მძიმე პროცესები განვითარდა და ჩემთვის ძალიან მძიმე იყო ეს ახლად მისული წევრისთვის პარტიაში როდესაც ბატონო რინიკა რომ 2016 წელი ვერ შედგებოდა, ანუ 2022 წლის იანვარში თქვენ უკვე იცოდით რომ დავით კეზერაშვილს ჰქონდა ხო ნაციონალური მოძრაობის დაშლის. თქვენივე ლოგიკას რო გავყვეთ, ცდელობა 2016-ში და მაშინ 2022-ში რატომ თანამშრომლობდით? პასუხობ. მე რატო გავიხსენე ეს 2016 წელს შეხვედრა არ გამიხსენებია, იმიტომ რომ როდესაც მე ვსაუბრობ დათო კეზერაშვილზე არიან ადამიანები, რომლის გამო კი, მაგრამ როცა ის ეხმარებოდა პარტიას თუნდაც გარკვეული პერიოდით, მაშინ ის იყო მისაღები. აბატიეთ, ახლა ასე 2016 წლამდეც ეხმარებოდა ნაციონალურ მოძრაობას და 2016 წლის შემდეგ ნაციონალურ მოძრაობასთან ერთობაში ნანაბიჯი გადადგა, ძალიან კარგად დავინახეთ, ხო? ამის შემდეგ ეს ბატონი ხსნის და აფუძნებს ტელეკომპანია ფორმულას და მივესალმები მე იმ ნაწილში, რაც უნდა იქ აკეთოს, მისი ასე თქვა საკუთრებაა, მაგრამ პოლიტიკური პარტია, რომელიც ითვლის უკვე არ ვიცი რა 2 ათეულ წელიწადს, რომლის წარსული არის მდიდარი, მრავალფეროვანი და რომლის წარმატება ახარებს 100,000-ობით საქართველოს მოქალაქეს და რომლის წარუმატებლობა წუხარებაში აგდებს ასევე 100,000-ობით საქართველოს მოქალაქეს და თავარ ინსტრუმენტად წარმოუდგენიათ ამოჯადოებული წრის გარღვევის პროცესში ნაციონალურ მოძრაობა, მე ვფიქრობ არავის არ აქვს უფლება დაეპატრონოს პარტიას, იმიტომ რომ იმას აქვს ფული მხოლოდ და მეტი არაფერი. პარტიის წევრობა ამბობენ რომ დამფუძნებელი უკვე. როდესაც პარტიის წევრი ხდები და მანდატს გაძლევენ და აიღეს წლების წინ, იქვე იყო იდეა დიდი. მაგრამ როდესაც შენ იდეაზე უარს ამბობ და პარტიის მანდატით ხელში ხარ და თავს ასე თქვა ასაღებ როგორც პარტია ნაციონალური მოძრაობის დამფუძნებლად და ირიბად მიანიშნებ რომ თითქოს ყველაფერს უფლება გაქვს, ეს ასე არ არის ჩემი წარმოდგენით. იმიტომ პარტია პირველ რიგში არის ღირებულება და ფასეულობა. და ზუსტად ამას გეკითხებით ბატონო ნიკა, 9 ნოემბერი და 2016 წელიო იყო ერთი და იგივეო. ანუ 2022 წელს თქვენ უკვე გქონდათ 2016 წლის მაგალითი რომ დავით კეზერაშვილი შლიდა ამ პარტიას. ამიტომ გეკითხებით. და მაშინ რატო თანამშრომლობდით? ამიტომ გეკითხებით, ამიტომ რიტორიკულად დავსვი კითხვა, რომელზეც თავად ვეპასუხობ. შეცდომა იყო ჩემი მასთან შეხვედრა, მიუხედავად იმისა, რომ მას ჰქონდა ამის სურვილი, ორივე პასუხია მაქვს, კიც და არაც. და რატო არ იყო შეცდომა? გიპასუხეთ და საზოგადოებას მივაწოდე ეს ინფორმაცია, იმიტომ რომ ჩავთვალე რომ იმ ბრძოლაში და ხვალაც ასე ვეცდები, ზეგაც რაც შეიძლება ბევრი ადამიანი იყოს, მოკლედ პროცესში ჩართული, რომელიც დაასრულებს აი ამ განუკითხაობას ქვეყანაში და ქვეყანა გადავა დემოკრატიული განვითარების რელსებზე და სამუდამოდ უარს ვეთქვით ამ ოლიგარქიულ არაფორმალურ მმართველობას. და როცა ვამბობ, კი შეცდომა იყო, ამ გადმოსახედიდან შეცდომა იყო ადამიანი ხა ნამდვილად ვერ გამithorებს ცხოველური ინტერესი ექნებოდა პარტიის ხელში ჩაგდების და ამის შემდეგ, როდესაც მან 9 ნოემბერი განახორციელა და ხორცი შეასხა და ვერ იქნებოდა 9 ნოემბერი რო არა დათო კეზერაშვილი იმის თუ გჯერათ ეხა რომ ეხა კანდიდატი თავისი ამ ყველაფერს გაბედავდა და მას ასეთი სურვილი გაუჩნდებოდა რომ ეს პროცესები წამოეწყო, ნუ თავად განსაჯულოს ვერანაირი პროცესი მავნე ამ პარტიაში ვერ დაიწყებოდა რო არის ეს ორი ადამიანი. ამაში ვარ ძალიან ხმარ დაწუნებული. როცა გაუჭირდა პარტიაში და როცა მიხვდა რომ მისი კანდიდატი რომელიც თავიდან ბოლომდე მისი დიქტატის ქვეშ არის, ხო? არ მინდა ხარ რომ შემოწმო მივაყენო, მაგრამ ეს ასე არის. მას სხვადასხვა ნაბიჯები გადადგა. მათ შორის არ დავა კონკრეტად თუ შეიძლება რომ გითხოთ, მაინც თავ შევიკავებ ამ ეტაპზე, რამდენიმე ოპოზიციურ მედია საშუალებებში მივიდა დათო კეზერაშვილის წარმომადგენლები, მისი ოჯახის წევრები, ადგილზე მისი პარტნიორები და კონკრეტული წინადადება მიიტანა, რომ მისი კანდიდატი თუ გაიმარჯვებს, ის ამა თუ იმ ოპოზიციურ მედია საშუალებას დააფინანსებს. ნახეთ, რას ნიშნავს? მაგრამ ბატონო ნიკა არის ძალიან მძიმე და რთული ბრალდება, რასაც ამბობთ, შეიძლება მაყურებელს ეჭვი გაუჩნდეს ახლა თქვენ რასაც ამბობთ, ასე გაუგებრად არ გაუგებრად, ძალიან კაფედ ვარ, თავს ვიკავებ უბრალოდ მედია საშუალებების დასახელებისგან. მე სამწუხაროდ ბევრი ოპოზიციური მედია არ არის საქართველოში. სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით და ეს იცის პრაქტიკულად თელმა ჟურნალისტთა კორპუსმა თელ საქართველოში.
და ნახეთ რა საკეთებს ადამიანი, როდესაც მან პროცესი წამოიწყო და მას ეგონა რომ ვანო მერაბიშვილი მას დაეხმარებოდა არ ვიცი იმ მეთოდებით, რა მეთოდებითაც მან ბრძოლა გააჩაღეს ჩემს წინააღმდეგ, არ არის პერსონალური დაპირისპირება, ხო, ეს არის იდეური დაპირისპირება, ღირებულებითი დაპირისპირება. აი, რამდენ ამაზე ვისაუბრე მათთან დაკავშირებით, ეს ყველაფერი მიუღებელია ჩემთვის და იყო მიუღებელი ყოველთვის, ხო? ხო, და ადამიანი, როდესაც წააწყდა უდიდეს, ძალიან ძლიერ ცოცხალ კედელს პარტიაში და ვიღაცამ აქ თუ შეაგულიანა საქართველოს და დათო კეზერაშვილი იქ ფულით აღჭურვილი რომ ძალიან მალე ჩვენ ნიკამელიას კისერს მოუღრიცავთ და პარტიაში და საერთოდ არც ფიქრობდნენ ისინი ფიქრობდნენ რომ პროცესები ძალიან სწრაფად დასრულდებოდა არ ვიცი რაზე ქონდათ გათვლა პარტიაში დასრულდებოდა ძალიან სწრაფად მათ სასარგებლოდ ანუ არ ვიცი მათ ეგონა თუ მე კანდიდატურას არ წამოვაყენებდი შეუშინდებოდი ეხლა ვანო მერაბიშვილს და დათო კეზერაშვილის ახლა ასე თქვათ წარსულს აქტივს თუ ასე შემდეგ ეს არ ვიცი მათ უნდა კითხოთ არ უარჩევენ ეს არის პრობლემა აი ამის შემდეგ დაახლოებით სამ კვირაში რამდენიმე მედია საშუალებაში რა თქმა უნდა ოპოზიციურში მიდის კონკრეტული წინადადება მისი ოჯახის წევრებიც და საუბრობს რომ იცით რა ჩემი კანდიდატი ანუ თუ მელიერ დამარცხება პარტიაში მე კონკრეტულ რესურსს მოვიტან და იცით რა აქ მინდა თქვა აი არაფორმალურ მართლობაზე საუბრობ და ბერს ვამტკიცებ და კონკრეტული ფაქტები მომოს, ხო? ადამიანი თუ კი მართლმოწადინებულია კონკრეტულ აი ამ ძალიან სამართლიან ბრძოლაში საზოგადოებას პოლიტიკურს და საზოგადოებრივ ჯგუფებს ხარში დაუდგეს ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ტელევიზიებში და სხვადასხვა მედია საშუალებებში წილის ყიდვა რატომ უნდა? აი წილის ყიდვა რატომ უნდა? ხო? აი თუნდაც არ ვიცი რამდენიმე ტელევიზია, მე მგონი თქვენს ტელევიზიაში გადის ანგარიშის ნომერი, სადაც ნებისმიერ შეუძლია სრული შემთხვევაში ჩარიცხოს. ხო ეს დახმარება იქნება წილი რაც უნდა, რა ეროვნული მოძრაობის წილი უნდა იყიდოს? ამიტომ ესეც ჩემთვის არის კიდევ ერთი დამატებითი მტკიცებულება, რომ ეს ადამიანი მხოლოდ და მხოლოდ არის ორიენტირებული საკუთარი ბიზნესის განვითარებისთვის. მორჩა მას ისე არ აინტერესებს პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური წარმატება. არანაირად. მას აინტერესებს მხოლოდ ბიზნეს წარმატება და мотивация აქვს. მაგრამ ახლა ან მივცემთ ამის შესაძლებლობას მას. ან არ მივცემთ და მე ვფიქრობ და დარწმუნებული ვარ რომ არ მივცემთ. მას ეგონა პირდაპირ გეუბნებით. დათო კეზერაშვილს ეგონა რომ არ ვიცი ვანო მერაბიშვილი პირობითად ვამბობ დათო კირკიტაძე არ ვიცი გიორგი ბოტკოველი ზაზა გოროზია ხო აი ეს ადამიანები არიან პარტია გესმით და ეს ადამიანები თუ გააერთიანა ნუ მის ნებისმიერ სურვილს აღასრულებენ ხო 200-ზე არასებობს ეს ადამიანები მისგან ჩამოთვალე პარტიის შემადგენელი ნაწილი არიან ნაწილი არის პარტიის შემადგენელი მაგრამ მე მგონი გამოჩნდა ხო გამო თვეებში რომ პარტიის ნაწილია და არა პარტია. ვიღაცამ ჩათვალა რომ აქეთ ვანო მერაბიშვილი აი ეს ბატონები იქით ძალიან დიდი ფული რომელსაც სხვათაშორის ეს ჩემთვის ძალიან წარმოუდგენელი არის. ვიცოდე რომ შიდა არჩევნებში ფულს ხარჯავენ. აი შიდა არჩევნებში შენ რატომ უნდა გიწევდეს ფულის ხარჯვა? რატომ უნდა ხარჯავდე ფინანსურ რესურსს? რატომ უნდა ხარჯავდე ხო ფინანსურ რესურსს და ეხლა ნაციონალური მოძრაობის ბევრი წევრი, ძალიან ბევრი პარტიის თავმჯდომარე, მე ახლა მისმენს და ტყუილის თქმის შესაძლებლობას არ მომცემენ, ხო? ადამიანები, რომლებიც საუბრობენ რაღაცა ნაკლოვანებებზე, რომელიც მე თურმე მქონდა წლების აი ამ უკანასკნელი განსაკუთრებით 2 წლის განმავლობაში, რა ხალხი საუბრობს? განსხვავებით გულწრფელად შეწუხებული ნაციონალური მოძრაობის ამორჩევლების. მე ბევრი მიმართულებით მაქვს კითხვა შემთხვევით არ გითხარით, ამიტომ ცოტა დრო არის. ახლა ეცადეთ რომ მოკლე პასუხები გამცეთ, იმიტომ რომ მე ვცდილობ რომ დრო დაგითხოვოთ. ერთი წუთი შევაჯამოთ დავით კეზერაშვილის ნაწილი. ბატონო ნიკა, დავით კეზერაშვილზე გესვამ კითხვას შეგიძლიათ შეაჯამოთ. არა მხოლოდ პარტიაში. ხო? მას აქვს ერთი ტელეკომპანიის ფორმულა და არ ვიცი ვერთოშვიდობაში მოახმაროს და ალბათ მადლობაც შეიძლება ვუთხრათ იმისთვის, რაცაც იქ აკეთებს, მაგრამ რისთვის იყენებ შენ იმ ფინანსურ რესურსს? შენ თუ პოლიტიკური პარტია ხარ, არ უნდა მიცე გასაქანი. ნამდვილად არ უნდა მიცე და არც მივცემთ გასაქანს. ბატონო ნიკა, აი, შთაბეჭდილებამ შევა რომ რაღაცის თქმა გინდათ, იმიტომ რომ მედიის თემას უტრიალებთ, ირიბად პირდაპირ არაფერს არ ამბობთ და თუ გნებავთ რამის თქმა გისმენთ. არა, მე ვთქვი უკვე საკმარისზე მეტი. მაშინ ეს თუ ამოვწურეთ, ბატონო ნიკა, ერთი მონოლოგის რეჟიმში ეს ინტერვიუ ხო ვერ წარიმართება, რომ შევაჯამოთ ერთგვარად. ნახეთ, კობანაყოფია იყო ზუსტად ამ ეთერში გუშინ, რომელმაც თქვა და ადასტურა და მან თავდაპირველად თვითონვე თქვა, რომ დავით კეზერაშვილს ორჯერ შეხვდა, დეკემბერში, იანვარში,
ასევე თქვა, რომ ის არის თქვენი მხარდამჭერი, გეზერაშვილი, ხაბეიშვილის, მაგრამ ნებისმიერი ადამიანის გამარჯვების შემთხვევაში საერთო მტრის წინააღმდეგ გაერთიანება შესაძლებელია და კობანაყოფიამ თქვა, რომ თანამშრომლობა საერთო მტრის წინააღმდეგ მათ შორის შესაძლებელია დავით გეზერაშვილთან. ამიტომ გეკითხებით ახლა მე თქვენ, წარსულში ეს გამოცდილება გააქვთ? კიდევ დათანხმდებით თანამშრომლობას? არა, მე ნამდვილად არანაირ თანამშრომლობას დათო გეზერაშვილთან, არანაირ თანამშრომლობას ვანო მერაბიშვილთან არ ვაპირებ ადამიანებთან, რომლებსაც შეუძლიათ ფარული ჩანაწერებით და მისი გამოყენებით. დიახაც ვანო მერაბიშვილს და დათო გეზერაშვილს და მათ რამდენიმე მეგობარს, რომელთა რაღაცა რამდენიმე ადამიანი საქართველოს პარლამენტის წევრებიც არიან და ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის რიგებიდან და თვენახევრის განმავლობაში ფარული ჩანაწერებით აღმად დადიოდნენ, ხო? ჩემთვის ეს არის სიბინძურე, რომელსაც მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება ვებრძვი. ეს არის წარმოუდგენელი ფენომენი, ფარული ჩანაწერი, მიყურადება, რომელსაც შეწყნარება ჩემის მხრიდან არ ექნება. და მხოლოდ ეს ფაქტი ჩემთვის საკმარისია, რომ არასოდეს არ ვიფიქრო ამ ადამიანებთან თანამშრომლობაზე, იმიტომ რომ მომავალი ამ ადამიანებთან ერთად უკეთესი ამ ქვეყანას არ ექნება. ცვლილება გვინდა, უდიდესი პოლიტიკური ცვლილება გვინდა ძალიან ბევრი საქართველოში, მაგრამ ცვლილება ისე ძალიან კარგად მესმის, ყოველთვის უკეთესობას არ ნიშნავს. ამიტომ ძალიან გონიერი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ამორჩევლება. ეხლა რაც მათ იკადრეს, რაც სილისამებლური კამპანიაც აწარმოეს, აი ვანო მერაბიშვილის სტილში, ნამდვილად. ფარული ჩანაწერები, მერე დაბრალება, დაბეზღება, ცილისწამება, ეთერებში იშლებოდნენ, დადიოდნენ თითქოს დისკრედიტაციის მცდელობა, ხო? თითქოს ნიკამელია მამუკა ხაზარაძეს შეხვდა, გაურიგდა, ფინანსური რესურსი თხოვა, რომ და სანაცვლოდ 2024 წლის საარჩევნო სიაში 8 კაცის ჩასმა დაპირდა და ბევრი სხვა ამ ადამიანებს უსმენდი, იცით, არ დაგიმალო ძალიან გუწმელად, იმიტომ მით უმეტეს ხვალ არის არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა ბევრი ადამიანისთვის და მინდა რომ ჩემი კიდევ ერთხელ პოზიცია ყოფილ დავაფიქსო. ამ ადამიანებს უსმენდი და ფიქრობდი, რომ აი ეს ადამიანი 1 2 3 ხელისუფლებაში რო იყოს ახლა ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი სახით. შეიძლება უარესიც იკადროს, ვიდრე არ ვიცი მე, რამდენიმე ქართული ოცნების არ ძალიან გვაწყვეტილმა პოლიტიკოსმა. როცა ოპოზიციაში მყოფი, შენ მიდიხარ აი ამ სისაძაგლეზე და ჩანაწერებით დაჭეხილით. მართვის ბერკეტები გინდა მოიპოვო პარტიაში, რომ შემდეგ კაცმა არ იცი შენ რა უნდა გააკეთო ამ პარტიასთან ერთად, როცა შენ ცილს წამებ პარტია ერთიანი ნაციონალური თავმჯდომარის და ამით ზიანს აყენებ პარტიის იმიჯს და ქართულმა ოცნებამ ახლა რა შვება იგრძნო. ერთის მხრივ ისინი საუბრობენ, რომ ჩვენ ერთმანეთს ვიწერთ, მეორეს მხრივ წარმოიდგინეთ, როდესაც ეს დაჭეხილი აუდიო ფაილი გაავრცელეს, დიახაც გაავრცელეს და ხშირად მეუბნებიან, რომ ამ თქვენ გამორიცხავთო, რომ სუსმა გაავრცელა, მაპატიეთ. ეხლა და მე აქ თქვენ ეთერშიც გამოვიყენებ დროს. მე ზუსტად ვიცი, რომ ეს ადამიანები თვენახევრის განმავლობაში კონკრეტული ადამიანები ამ ყველაფერს დაატარებდნენ და ჯიბეში ჰქონდათ. და ეხლა მე თუ ვიტყვი, რომ სუსმა გაავრცელა, რა გამოდის? სუსმა მიცა გასავრცელებად, ასეთ შეურაცხყოფას მე მათ არ ვახერხებ. კონკრეტული ადამიანები დაასახელეთ გვარები. ადამიანები, მე დარწმუნებული ვარ, ეს ადამიანები მათ მოუწევთ პოლიტიკური პასუხისმგებლობის ღება. ვინ არიან ეს ადამიანები? გვითხარით სახელები და გვარები. მოუწევთ პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება. და ამის შემდეგ, როცა ავრცელებენ და კადრულობენ დაგმობას განცხადებით, რომელიც მათ გაავრცელეს, აი უამრავ ადამიანს, რომელსაც მოასმენიეს, იმათ რას ეუბნებიან, ან თვალებში როგორ უყურებენ, ან ხელს როგორ არ. ბატონო ნიკა, თუ უამრავი ადამიანია, თუ ბევრმა ნახა გავრცელებამდე, თქვით მაშინ საჯაროდ სახელები და გვარები ვინ დაატარებდა ამ აუდიო ფაილს? პარტიაში განხილვის საგანი აუცილებლად. მე ვფიქრობ, და ესაც ჩემი მყარი პოზიცია, ასეთი ადამიანების მომავალში ადგილი არც პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო სიაში, არც პარტიულ თანამდებობებზეა და არც განსაკუთრებით ხელისუფლებაშია. და თქვენ აი ამ თვეების განმავლობაში ბევრი რამ მოისმინეთ, ხო? ჩემსგანაც ბევრი რამ გაიგეთ, მაგრამ კიდევ ძალიან ბევრ რამეს ვუფრთხილდები. და ეს ბევრი რამე, რასაც ვუფრთხილდები, არის პარტიის მომავალი.
ჩემი ამოცანა არ არის ვანო მერაბიშვილის დამარცხება და დათო კეზერაშვილის დამარცხება და დარწმუნებული ვარ ღირსება გაიმარჯვებს და სიმართლე გაიმარჯვებს ფულზე და ძალიან ბევრი ადამიანი და მორიგჯერზე დარწმუნდება დათო კეზერაშვილი რომ ფულით არ შეიძლება ღირსება იყიდო. მას ჰქონდა გამოცდილება პოლიტიკურ პარტიასთან თანამშრომლობის, მაგრამ ყველა დავრწმუნდით, ხო ფული არ არის. თავარი არაფორმალურ მართლობაზე ვისაუბრებთ, ნახეთ, თქვენ ახსენეთ ცვლილებები. მე მაინტერესებს ცვლილებებიც მოლოდინის ბატონონიკა. ორხმაში ძალიან უხერხულია რომ ვსაუბრობთ და ამიტომ ცვლილებებიც მაინტერესებს მოლოდინიც ვინაიდან დრო იწურება, მინდა რომ ყველაფერი მოვასწრო, გთხოვთ რომ მოკლე პასუხები გამცეთ. ცვლილებების მსურველი ბევრია. 50,000 რეგისტრირებული ამომრჩეველი, ანუ თქვენი გუნდის პოზიცია სხვა არის, მაგრამ ფაქტია რომ აქტიურობა დიდია. იმაზე სამჯერ მეტი ვიდრე თქვენი პირველად თავმჯდომარეობის დროს იყო. მე არ დაგისვამთ კითხვას, იმიტომ რომ არ ვფიქრობ, რომ თქვენ გგონიათ, რომ ყველა ამ ადამიანს, ათასობით ადამიანს, რომელიც ლევან ხაბეიშვილს უჭერს მხარს, უნდა არაფორმალური მმართველობა. მე მაინტერესებს ეს ადამიანები, რომლებიც გულწრფელები არიან თქვენს კრიტიკაში და მართლა არ მოსწონთ თქვენი პოლიტიკა. აი, ამ გადმოსახედიდან თქვენ სად დაუშვით შეცდომა, აი, რაც შეცვლიდით? ნახეთ, ნუ გავყოთ. გულწრფელი ამომრჩეველი რომელიც გულწრფელად დარდობს და მანამ იქნება ამ დარჩი, სანამ ხელისუფლება არის ისეთი, როგორც არის ამ ქვეყანაში და ცლის ქვეყნის მოსახლეობას და აღარიბებს და აღატაკებს და პოლიტპატიმრების რაოდენობა იზრდება და მიხეილ სააკაშვილი ამ მდგომარეობაშია და დიდ ნაწილს ეს წუხილი რა თქმა უნდა არის ერთი და მათგან მისაღებია და მთავარი არგუმენტია პასიურობა ბატონო ნიკა რომ ნიკა მელია ციხეში შესვლამდე იყო უფრო წვავე უფრო კრიტიკული და აქტიური ვიდრე გამოსვლის შემდგომ მე ვაზუსტებ ისმეთ ამ ადამიანების წინაშე მე ვარ ანგარიშვალდებული მაგრამ მეგონა რომ ჩვენ ყველანი ვიყავით ანგარიშვალდებულნი გესმით და უცბად აღმოჩნდა რომ მაგალითად გენერალური მდივანი პარტიის თანამდებობის პირები დეპუტატები ხახტუ დეპუტატები რამდენიმეს გამოკლებით მართლაც ფრაქცია ერთი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატები ხო რომელსაც ამ წლების განმავლობაში თუ კი რამე არ მოწონდათ თუ კი მეტი აქტივობა სურდათ ერთხელ მაინც რაიმე თეორიული გეგმის ან სტრატეგიული თეორიული რაღაცა გეგმის მონახაზის თაობას უნდა ესაუბროთ უნდა ესაუბროთ ერთხელ მაინც მაგალითად გასამართ აქციამდე მაგალითად 14 ოქტომბრის აქციას ხშირად ახსენებენ რომ მელიამ რომ დაშალა აქცია ეს არის ერთ-ერთი მთავარი ნაკლი და წუნი ჩემი, ხო? ეს ადამიანები ჩემთან ერთად არ გეგმავდნენ ამ აქციას? ამ ადამიანებს რატომ არ ქონდათ სურვილი, რომ მანამდე რაიმე ტიპის კონსულტაცია ჩემთან გაემართათ და ეთქვათ ხო არ ჯობია რომ არ დავშალოთ ხო, რატომ დაიშალა ბატონო ნიკა? საინტერესოა, პარტიას არ ქონდა საკმარისი რესურსი, თუ ხალხი არ იყო მზად უწყვეტი პროტესტისთვის. ჩემის აზრით არის უბრალოდ ყველაფერი მიზეზი, ყველაფერი არის საბაბი რასაც ისინი არტიკულირებენ დღეს ადამიანები რომლებიც პასუხისგებელნი იყვნენ ხო გენერალური მდივანი არის გულწრფელ ადამიანებზე რომლებსაც მართლა არ მოსწონთ თქვენი პოლიტიკა ჩვენ ხო ამ სეგმენტს განვიხილავთ ბატონო ნიკა ვინც არ არის კმაყოფილი თქვენი პოლიტიკით მათ ესაუბრეთ არა მათ ესაუბრებთ და მათ ან უფლება იყვნენ უკმაყოფილონი და მათ იციან რა გამიკეთებია და მათ იციან რა შეიძლება მეტი გამეკეთებია ის ყველა ადამიანი მაგრამ სულ სხვა არის ვინც ახლა მე მადანაშაულებს ადამიანები რომლებიც წარმოადგენენ თანამდებობას მათ შორის პარლამენტში ხო პარლამენტში მე ვუშლი აქტიურობას მე ვუშლი იქ არ ყავთ ყობახიძე იქ არ ყავთ დინარაძე იქ არ ყავთ თელი ქართული ოცნების კოღორტა რასაკეთებენ მაშინ ამ ლოგიკით ხო მე ვუშლი იქ აი ამადგან არ მივიდა მაშინ მე აუცილებლად დავსვამ ლევან ხაბეიშვილთან ის ჩაგვერთვება მაგრამ იქამდე რისი დაკონკრეტება მინდა ბატონო ნიკა ერთი ბრალდება იყო ასეთი ერთი ბრალდება რამდენიმე ძირითადისგან თქვენ რამდენიმე დღეს წინ დაწერეთ რომ აი თქვენი გამარჯვების შემთხვევაში პარტიის მოდერნიზაცია დაიწყებოდა რა გიშლიდათ ხელს აქამდე აი ერთ მაგალითს მოვიყვან ახალი სახეები რომლებიც დაანონსეთ წარადგინეთ და ძალიან მალე მათ დატოვეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის რიგები აი ობოლაძე ჩალაძე მამულაშვილი ეს ერთი ბრალდება ასევე აი აქტიურობა, პასიურობა, რომ დავაკონკრეტოთ გულშემატკივრების შეფასება, მიხეილ სააკაშვილის საკითხზე, ნიკა გვარამიას პატიმრობაზე, ბევრი ბრალდება ისმოდა თქვენი მისამართით და 9 ნოემბრამდე. 9 ნოემბრამდე. ამ ბატონების ხიდან თუ ნაციონალური მოძრაობის ამორჩევლებული. ნაციონალური მოძრაობის ამორჩევლებული. ბატონო, ეს მინდა გამომიჯო, ნაციონალური მოძრაობის ამორჩევლები. გასაგებია და ვთქვი, რომ ვერ იქნებიან და ვერც ვერ იქნები კმაყოფილი მანამ, სანამ ეს რეალობა არ შეიცვლება, სანამ ნიკა მიხეილ სააკაშვილი არ იქნებიან გათავისუფლებული სანამ ეს ხელისუფლება არ შეიცვლება ხელისუფლება რომელიც უნიკალურ შანსს ქვეყანას აკარგუნებს გახდეს ოჯახის უფასოვანი ევროპული რომელიც შესაძლებლობის სახით შემთხვევით მოგვეცა მოდით ესეც ვაღიაროთ ხო სერიოზული გეოპოლიტიკური ძვრები წარმოიშვა და
აქ გაჩნდა ფანჯარა შესაძლებლობისა, რომელიც არ არის გამოყენებული ამ ხელისუფლების მიერ. და იმ ბატონებისგან ვერასოდეს ვერ მივიღებ არ გეწყინოთ პეტრეცის კარიშვილისგან, რომელიც გენერალური მდივანი იყო მთელი ერთი წლის განმავლობაში და გაუხსენი შესაძლებლობა რომ ყოფილიყო მოქმედითი და პრაქტიკულად პარტიისთვის, ანუ მთავრობის ხელმძღვანელი, პარტიისთვის პრემიერ-მინისტრია. ჩათვალეთ, პრემიერ-მინისტრი, რომელსაც მინისტრები იყოს, არა? ვერ ვიქნები მისგან მე ვერ მივიღებ უბრალოდ ვერანაირ შენიშვნას. შემთხვევით პირიქით ხო არ იყო. შემთხვევით ამ პერიოდის განმავლობაში ხელი შეშლის გარდა შეიძლება მე დავსვა ესე რამე გააკეთა, არ დავასახელებ რამდენიმე ადამიანმა. პეტრეცის კარიშვილისგან ვერ იღებთ, ამ უმრჩევლისგან თუ იღებთ და თქვენი ისევ თავმჯდომარეობის შემთხვევაში ბატონო ნიკა რა შეიცვლება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია. ფუნდამენტურად შეიძლება ცივილიზაციური არჩევნებია ახლა. ამ ადამიანებს სიმართლე გითხრათ, ასეთი ფართო ჩართულობით ამორჩევლების ამ ფორმატში არჩევნების ჩატარება არ სურდათ. მათ სურდათ ძალიან ვიწრო, როცა არჩევნებს უკვე დაიწყო 9 ნოემბერს როცა გააკეთეს განცხადება. მათ სურდათ აი ძალიან ვიწრო ფორმატში ჩატარებული იყო არჩევნები. და საუბრობდნენ რომ 15,000-ზე მეტი ადამიანი არ მიიღებს მონაწილეობას და ასე შემდეგ, ხო? ეხლა ამაყობენ ამ რაოდენობით, სულ სხვა სურვილი ჰქონდათ, მათ სურდათ მხოლოდ საკრებულოს წევრებს, პოლიციის წევრებს და უბნის უფროსებს და კოორდინატორებისთვის მიგვეცა შესაძლებლობა მიიღოთ არჩევნებში მონაწილეობა. ცივილიზაციური არჩევნებია, ხედვებს შორის არჩევნებია, რაზეც ვისაუბრობ ზემოთ. მიდგომებს შორის არჩევნებია, ძველსა და ახალ შორის. აი თქვენ ხედვებში რა იცვლება, იმიტომ რომ 9 ნოემბრამდე თუ რამე გავაკეთე და თავდაბლობის გარეშე უნდა ვთქვა ეს. მე ვფიქრობ, რომ ბევრი რამ ბევრთან ერთად ამ წლების განმავლობაში ამ ხელისუფლების წინააღმდეგ გავაკეთე უბრალოდ საბოლოო გამარჯვების აკორდი ვერ ავიღეთ და ბევრთან ერთად მათ შორის ცალკე პოლიტიკური სოლომოქმედებებითაც კრიზისი შემიქმნია ბიძინა ივანიშვილისთვის. შემიქმნია და არაერთხელ. მაგრამ ვერ გამოიღო შედეგი, იმიტომ რომ რუსული ავტოკრატიული რეჟიმია და წინასწარმეტყველების სფერო არ არის პოლიტიკა. ის რომ დღეს ჯერ კლავად ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება ის იმას გვარებს რომ ბრძოლა არ უნდა გავაგრძელოთ, არა? მაგრამ ადამიანები, რომლებიც პასუხისმგებელნი იყვნენ პროცესების წარმართვაზე, ხო დღეს ახლა მხოლოდ იმიტომ რომ კეზერაშვილი და ვანო მერაბიშვილით არიან გაგულიანებულები და გონიათ რომ ეს არის ჭეშმარიტების უკანასკნელი რაღაცა უმაღლესი ინსტანცია, ეს ასე არ არის. თუ კი რამე გავაკეთე და გამომივიდა, ხო? ის უფრო მიკვეს როგორ გამომივიდა. ეს ადამიანები ამ კონკრეტული თარიღისთვის 9 ნოემბრისთვის დიდი ხანი ემზადებოდნენ როგორც ჩანს. ისინი ფიქრობდნენ, აი რამ აიძულა არ დაგიმალავთ, რომ ეს ნაბიჯი გადაედგათ. ან რითი იყვნენ შეგულიანებულნი, იმიტომ მე მათი შესაძლებლობები ვიცით, პარტიაში უკვე მე არც 9 ვარ და არც 1 წელიწადი არა ვარ, ხო? და მე-10 წელიწადია რაც ვარ პარტიაში და თანამდებობები მე წლების განმავლობაში არ მქონდა და გრიგოლ ვაშაძე რომ პარტიის თავმჯდომარე იყო მე გრიგოლ ვაშაძეს არასოდეს არ მეკადრებია ბატონ გრიგოლ რატო შეიძლება მე უფრო აქტიური ვიყო რიგ შემთხვევაში ვიდრე თქვენ იმიტომ რომ ვიცოდი რომ გრიგოლ ვაშაძეს სხვა ფუნქციები ჰქონდა ხო და პირიქით თუ რომ რამეს ვცდილობდი ხელის შეწყობას ვცდილობდი თუ რამე მათ სურდათ მე ვაკავებდი ჯერ ამის საზოგადოებას აქტივობა უნდათ და ვაკავებდი გამოდიან და რაღაცა წარმოუდგენელ ბრალდებებს ისვრიან მარჯვენა მარცხნივ რომ ოფისები დაიხურა და თუმეს და გენერალური მდივანი ამ დროს ასაკეთებდა ანუ პარტიას არ ქონდა რესურსი და არა კონკრეტულად მიწამელია სწორად ხვდებით არა ნახეთ რა არის დეა ჩვენ რაში ვადანაშაულოთ ერთმანეთს რომ დღემდე არ არის ხელისუფლება შეცვლილი რუსული ოლიგარქიული რეჟიმი კი ბატონო თუ ამაში თანხმდებით უნდა დავადანაშაულოთ შეიძლება დავადანაშაულოთ და დავხოცოთ ერთმანეთი პოლიტიკურად თუ ჩვენ ვადანაშაულებთ დღემდე ერთმანეთს იმაში რომ ნიკა გვარამია და მიხეილ სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილის წყეობიდან ვერ გამოვიყვანეთ ამაზე დავა და კამათი და ჭუბი შეიძლება მაგრამ მე დღეს ვერ მოვისმინე ვერასოდეს ვერავისგან ისინი რას გააკეთებდნენ ჩემს ადგილას თუნდაც 14 ოქტომბერს როგორ მოიქცეოდნენ როგორ იხსნიდნენ ანიკა გვარამიას ან მიხეილ სააკაშვილს მათ კითხავ აუცილებლად ახლა დისკრედიტაცია ეს გამიგია მაგრამ ისინი როგორ მოიქცეოდნენ წარმოდგენა არა მე ვკითხავ მათ აუცილებლად ამას აქვს ერთი მოტივი არც აქვს წარმოდგენა და ვერც ეკნებათ იმიტომ რომ სიმართლე არ არის მათ ხარეს მათ მოიპოვეს ახსნა ამ პროცესში დათო კეზერაშვილი და ვანო მერაბიშვილი და მორჩა გათავდა არგუმენტი არ აინტერესებთ არ აინტერესებთ ბრძოლა თუნდაც კამათით თუნდაც მოკლედ საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად პროცესების წარმართვა ხო ეხლა მე
მაპატიეთ ეხა ვადამდელი არჩევნები როდესაც დავაანონსე სექტემბრის თვეში უკვე რასაც ვერ ვატყუდი სერიოზული პრობლემები იყო და ეს ადამიანები ჩემს დასაკლავ ხანჯლებს ლესავდნენ როგორც აღმოჩნდა ხო და მე პრეტენზიები წამოვიდა ჩვენ საქმის კურსში არ ვიყავითო მაპატიეთ და სამაჯურს რო ვიხსნიდი საქმის კურსში იყო ეს რა ქვია რომელიმე მათგანი ეხა ხო არის ვითარება როდესაც შენ გიწევ საკუთარ თავზე აღება ლიდერობის და თუ ეხა უკან ყავს ხალხი რომლებიც ერთგულნი არიან ამ ბრძოლაში ისინი მოყვებია მაგრამ თუ არიან ადამიანები ვინც ელოდება მომენტს თანა ზურში როდის ჩაგარტყას მაშინ პროცესები ვითარდება ისე როგორც განვითარდა როდესაც ვერ გადავიდე არ დამიჩერეთ ვამბობდი დეა მე ხო არ ვიცოდი როგორ განვითარდება პროცესი მაპატეთ არც მაშინ შემითანხმებია ხო როდესაც შენ ხარ პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ხო მე ვფიქრობ არავინ კითხვის ნიშანი არ უნდა დასვას ვადამდელი არჩევნები ამ ქვეყანაში ჭირდებოდა თუ არ ჭირდებოდა მაგრამ ამ ადამიანებს სხვა ინტერესი ქონიათ და მოინდომეს რომ ყველაფერი იმ დაგმარად შეეფუთათ რომ იქ სადაც ჩემი ყველაზე ძლიერი მხარე იყო არის და იქნება ქუჩის საპროტესტო აქციები სხვადასხვა არაორდინალური ნაბიჯების გადადგმა ზუსტად აი აქ დაერტყათ ჩემთვის და ვის ადამიანები რომლებიც დღესაც წარმოადგენენ პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტაციას ყველას არ გულისხმობ იშვიათი გამონაკლისის გარდა რა თქმა უნდა იქ არის ეს ვითარება მძიმე და ბატონიკა სამწუხაროდ პარტია რაუნდზე გააკეთოს მომავალში რომელიც ისედაც იწურება ერთი წუთით უნდა დავსვა ბატონიკა კითხვა მოლოდინზე უნდა დავსვა აუცილებლად შემდეგი კითხვა იმიტომ რომ რამდენიმე საათი რჩება და რამდენიმე დღე იქამდე ვიდრე გავიგებთ ვინ ჩაიბარებს თავარ ოპოზიციურ პარტიას იმ შემთხვევაში ცხადია თუ მეორე ტური ჩაინიშნება. მე მაინტერესებს პირველი გაიმარჯვებ თუ არა, მეორე გაიმარჯვებ და ელოდებით თუ არა მეორე ტურის საფრთხეს და ახლა ყველა დარწმუნებულია გამარჯვებაში, აი ცოტა უცნაური მდგომარეობაა, რომ ყველა დარწმუნებით იძახის, რომ მას აქვს უპირობო ლიდერობა მთელ ამ არჩევნებში და ამ პროცესში. თქვენი მოლოდინი როგორია? ყველა შემთხვევაში შედეგი ნებისმიერ იქნება პატივი. მე პოლიტიკაში ვცდილობ ვიყო გულწრფელი ყოველთვის. ჩემთვის პოლიტიკაში მორალური პოლიტიკის კეთება არის ძალიან ფასეული. შეიძლება საკუთარი თავისთვის ზიანის მიყენების ფასადაც მიჯდება ხოლმე, მაგრამ მიმაჩნია, რომ ამ გზაზე, ამ მძიმე გზაზე სიმართლე არის ყველაზე მძიმე პოლიტიკური იარაღი, რომელიც ჩვენ გვაქვს. ამ გზაზე სიბინძურით, ფარული ჩანაწერებით, შანტაჟით, ფულის ასე ვთქვათ ფრიალით, დაპირებებით, არ ვიცი რა არ დავინახე და რა არ მოვისმინე და ნეტა არც დამენახა და არც მომესმინა. როგორ დასრულდება ბატონიკა ეს არჩევნები თქვენი აზრით? დღეს ყველა ნაკლოვანება ამ გუნდის არის ზედაპირზე ამოსული ისევე როგორც ყველა ასე ვთქვათ უპირატესობა და მე არ მივაყენებ შეურაცხყოფას პარტია ნაციონალური მოძრაობის პოტენციურ ამორჩევას ხარდაჭერებს ის ადამიანები ვინც დარეგისტრირდნენ რაიმე ტიპის ეხა დასკვნა გავაკეთო და თქვა რომ მე პირველ ტურში გავიმარჯვები ამდენ პროცენტს ავიღებ და დარწმუნებული მე მაგ ჩემი მოლოდინი მაგრამ მათ მინდა მივანდო ეს ყველაფერი და ნებისმიერ მათ გადაწყვეტილებას მე დავემორჩილები როგორ დასრულდება ეს არჩევნები არის ძალიან მნიშვნელოვანი თქვენი პროგნოზი იცით რატომ გეკითხებთ ბატონიკა დავა კონკრეტულად აღიარონ ამ არჩევნების შედეგები ნიადაგს ამზადებენ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში რამდენიმე მათგანი რომ არჩევნები ყალბდება ეხლა ესე იგი ნახეთ პარტიის დანგრევის მცდელობაზე როდესაც საუბრობ რას გულისხმობ დეა ეხლა ფარული მიჩეხილი ჩანაწერები მოკლედ შიგნით აფრიალეს და ამით ქართულ ოცნებას მიცეს საშინელი იარაღი ხელში და სამიზნე შუბზე დაგვახატეს და მეორეთეს გამოდიან და აგერ მელიამო ეხლა ქალბატონი გიულის ალასანიას უცნაური წარმომავლობის ასევე დამონტაჟებული ჩანაწერი გაავრცელეს რომ ტელეკომპანია იმედო პოსტება იმას უკვე მემაბრალებენ ესე იგი მელიამო შური იზიაო და ხო წარმოგიდგენიათ ხო რას ჩაუყარეს საფუძველი ახლა თვალდაზე ნებისმიერი თქვენი ჩანაწერი რო გავრცელდეს ხო პარტიაში გავრცელდეს ქართული ოცნება ადვილად ხელს დაება სიტყვის რომ ქართული ნაციონალური მოძრაობა ერთმანეთს რო წერდა რა არ იცოდით და უცხოელს ამას ეთქვია აი რამხელა ზიანი მოგვაყენეს იმიჯური და ამის გამოსწორების შანსი იძლევა ხვალდაზე ახლა ვიღაცეები ჩემი ოპონენტები საუბრობენ რაღაც კვირების განმავლობაში რომ არჩევნებს გააყალბებსო მელიაო ესე იგი წარმოიდგინეთ მე დღეს ვზივარ თქვენს ეთერში და იმასაც არ გამოვრიცხავ არჩევნების შედეგების დაფიქსირების შემდეგ ვიღაცა მართლა არ გამოვიდეს და არ თქოს რომ არჩევნების შედეგები გაყალბდა რა ვინ ცდილობს ჩაშლას ბატონონიკა კონკრეტულად
წარმოუდგენელი მცდელობა იქნება, იმიტომ რომ ჩვენ თუ შიგნით ერთმანეთს უნდა ვაბრალოთ არჩევნების გაყალბება, რა რწმენა უნდა მივცეთ ან უცხოელ კოლეგებს, ოდესმე ვისგან ელოდებით რომ ის დაიწყებს ჩაშლას და ლეგიტიმურად შედეგების გამოცხადებას. თქვენ გარდა სამი კანდიდატია. მე მაინტერესებს თქვენი პასუხი, ბატონო ნიკა. განსაკუთრებით ორი კანდიდატი, განსაკუთრებით ვანო მერაბიშვილის და კერიზაშვილის გუნდის წარმომადგენელთა რაღაცა ნაწილი ამას არც მალავს და განსაკუთრებით ბატონი მულაძე საუბრობდა კვირების განმავლობაში ხო მოგისმენია წერდა ანუ მხოლოდ არაღიარებას ელოდებით თუ ელოდებით ინციდენტებს რომ ინციდენტები მოხვება ამ არჩევნებს უნდა მოყვეს ჩაშლის მცდელობაზე საუბრობთ რომ არალეგიტიმურად გამოცხადეს არჩევნები სამწუხარო ინციდენტების პრაქტიკა იყო და ამიტომ გითხო არა არაღიარება მე ეს პროცესი მგონია პროვოცირებული და მართული მე სხვა რამეს გულისხმობ ბატონო ნიკა რომ მოხდეს დაპირისპირება დაპირის ამაზე მეტი დაპირისპირება რა უნდა მოხდეს დეა რა დაპირისპირება უნდა მოხდეს ეს პროცესი თავიდან ბოლომდე მე მიმაჩნია პროვოცირებული და მომავალი ამასაც ნათელს მოხდენს რა თქმა უნდა იმ ხარეს ვინც არის ვერთო დამიფაროს რომ ყველაზე ვიფიქრო რომ გააზრებულად დგას დღეს იქ სადაც ჩემი საზრით არ უნდა იდგეს მაგრამ ცოტა ხანში და ბერმა მიიღო უკვე სწორი გადაწყვეტილება და კიდევ უფრო მეტი მიიღებს ხვალ და ზეკ ძალიან სწორ დასვენებს გააკეთებენ. ნიშნულოვანია ვიცოდეთ რომ მომავალში ყველა დონეზე უნდა იყოს არჩევნები ჩატარებული პარტიაში. ყველა დეპუტატი რომელიც ოდესმე მოინდომებს პარლამენტში შესვლას. ეს მანდატი უნდა მიიღოს პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ამორჩევლების მიერ. აი იგივე ფორმატში, რა ფორმატში ახლა არჩევნები ტარდება. ვერანაირი ფული და ვერანაირი ასე თქვათ სიმდიდრე ვერ უნდა გახდეს გარანტია იმისა რომ ნაციონალურ მოძრაობას შეიძლება ასეთი დეპუტატი ყავდეს. და სამწუხაროდ ეს მანკიერება ტრადიციად იქცა უკანასკნელი ორი არჩევნების განმავლობაში. ნიშნავენ ყველა მიცოდეს რომ არჩევნები ჩატარდება ფარულ ფორმატში, ვერასოდეს ეცოდინება ვინ ვის დაუჭირა მხარი. აი ამაზე რომ მიწევს მე ახლა აქცენტის გაკეთება, დია. ესეც უკვე ნათლად წარმოაჩენს იმ რბილად ვთქვათ ნაკს და მანკიერებას რომელიც ახლავს ამ პროცესს. იმიტომ რომ ფული დახარჯეს გამოგიდიანიათ ამ არჩევნებში შიდა არჩევნებში რატომ უნდა ჭირდებოდეს ხა ფული წარმოუდგენელია ნუ კეზერაშვილს გონია რომ ფულით ყველაფერი შეიძლება გააკეთოს დიდი მადლობა ბატონო ნიკა სამწუხაროდ ჩვენი დრო ამოიწურა უნდა იცოდეს ამორჩეველმა მის მიერ მიცემული ხმა მხოლოდ მას ეცოდინება ვისასარგებლოდ აისახება და ვერავინ ვერ გაიგებს ვერც ერთი მხარე ეს არის უნიკალური სისტემა რომელიც ამის შესაძლებლობას იძლევა ამიტომ ნახოთ რა შედეგით დასრულდება მე მაგ წარმოდგენა რა შედეგით დასრულდება დაახლოებით თავს არ მოვახვევ საზოგადოებას უბრალოდ ვაფიქსირებ კიდევ ერთხელ თქვენთან აქ დიდი სიამოვნებით რომ ყველა შედეგს აუცილებლად თვალს გაუსწორებ და იგივეს მოვითხოვ სხვებისგანაც ძალიან დიდი მადლობა ჩვენ ვუსმენდით ნიკა მელიას ამორჩევლებისადმი უნდა დააფიქსირო მწარე იქნება მარცხი ვინმესთვის დიახაც არა უშავს აქ არ არის ჩვენთვის ამოცანა ერთმანეთის დამარცხება თუ გუცვლელები ვართ ამ პროცესში ჩვენ ყველას გვინდა გამარჯვება. დიდი მადლობა ბატონო ნიკა სამწუხაროდ ჩვენი დრო ამოიწურა. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ამავდროულად თავმჯდომარეობის კანდიდატი პასუხობდა ჩვენს კითხვებს. ახლა რეკლამის დროა, თუმცა იქამდე გეტყვით რომ რეკლამის შემდგომ ჩვენ ვრუნდებით ლევან ხაბეიშვილთან, ნონა მამულაშვილთან, გიორგი მომლაძესთან ერთად ყველა მათგანთან გვექნება კითხვები და მოვისმენთ მათ პასუხებს, სტრატეგიებს, ხედვებს, ურთიერთბრალდებებზე, პოზიციებს და მთელი კამპანიაზე, რომელიც ვიხილეთ ამ სამი თვის განმავლობაში. ვრუნდებით რამდენიმე წუთში.